ეს არის რუსული ჩექმა მეორე შეხვედრა. დღევანდელი თემა იქნება ტრაქტატი, როგორ მივედით ტრაქტატამდე, ვახტანგ მე-6-დან ერექნა მეორემდე. თუმცა ტრაქტატი ერექნა მეორე საერთოდ მოგვიწევს რომ შუაზე გავჭრათ, იმიტომ რომ ტრაქტატის შედეგები კიდე სხვა ცალკე თემაა და დაპყრობით, რომელიც მე დაპყრობით დამთავრდა და ტრაქტატზე ვისაუბრებთ და შედეგები მომდევნო საკითხი იქნება. ჩვენ წინა საკითხი მივედით ვახსენეთ არჩილი მეფე, იმერეთის მეფე, კახეთის მეფე, რომელიც დასახლდა მოსკოვში, იქ გარდაიცვალა და ასე ვთქვათ, ხელი შეუწყო ქართული კოლონიის უბნის კოლონიის გაჩენას. მას შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი ჩავიდა, რამდენიმე 1000 საბოლოო ჯამში მე-18 საუკუნეში და რუსეთი ძალიან კარგად იყენებდა, სარგებლობდა ამ რესურსით. ძალიან ბევრი გენერალი მე განსაკუთრებით შემდეგში, როცა ბაგრატიონები ჩავიდნენ, უამრავი გენერალი იყო ბაგრატიონები და არა მარტო ბაგრატიონებიდან, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად პავლე ციციანოვი, საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა. ესეც ძალიან საინტერესო საკითხია იმპერიულ პოლიტიკაში, როდესაც გარუსებულ ქართველებს იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. გვარიც კი, ესე იგი, ხშირად ვიძახით, რომ გვარი შერჩა დაუშვათ ქართული და გვარიც კი არ რჩებოდათ ქართული, იმიტომ რომ ციციშვილი გახდა პავლე ციციანოვი. და შესაბამისად, არანაირი ქართული მას არ დარჩა, ნუ სახელიც არ ჰქონდა ქართული. განათლება აღზრდა აბსოლუტურად მათ რუსული ჰქონდათ და იგივე პეტრე ბაგრატიონი ამაყობდა იმით, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, თორემ არავითარი ქართული მას არ გააჩნდა. და რატო იყენებდნენ მათ ასე ეფექტურად? ისინი ამტკიცებენ, რომ ერთგულები არიან რუსეთის იმპერიის, რომ არ წამოაძახონ, რომ ის არის ქართველი. და ამისი კარგი მაგალითი სტალინი, რომელიც არ უშვებდა შანსხელი და რომ დიადი რუსი ერი არ შეექო და ის თავისი ქართველობაც ჰქონდა რაღაცნაირად ისე თითქოს ფარულად, ჰქონდა იქ ღვინო უყვარდა, საჭმელი უყვარდა და ამით თავდებოდა მისი ქართველობა და შეიძლება ციციანოვსაც უყვარდა ქართული ღვინო, ამაზე არ ვიცი ნამდვილად. თუმცა სანამ ციციანოვთან მივალთ, დაუბრუნდეთ ჩვენ ვახტანგ მე-6-დან. ალბათ ყველაზე რთული საუკუნე არის მე-18 საუკუნე ჩვენს ისტორიაში. თუმცა ამაზე არ შემიდარებია, მაგრამ ერთ-ერთი რთული ნამდვილად არის მე-18 საუკუნე, იმიტომ რომ გვიწევს ჩვენ ომი ორ იმპერიასთან, რომელსაც დაემატა მესამე იმპერია. სამი მოთამაშე ერთდროულად არის ძალიან რთული, ძალიან საინტერესო თუ ეს ძალიან საინტერესოა სამ იმპერიასთან ურთიერთობა, გაძლევს თითქოს ლავირების საშუალებას, მაგრამ თუ არ გამოგივიდა, მაშინ ჩათვალე რომ ყავს სამ იმპერი ერთდროულად და ჩვენ პრინციპში სამ იმპერი გამოგვივიდა, ასე იყო ძირითადად. ვახტანგ მე-6-ზე როდესაც გამეფდა და მოკლედ ვისაუბრებ ვახტანგ მე-6-ზე, შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე შევეხოთ, გადავიდეთ. ვახტანგ მე-6-ზე დაინიშნა როგორც ჯანიშინი. ჯანიშინი იყო მოადგინე სპარსულად, იყო გიორგი მე-11-ის მოადგინე. გიორგი მე-11 გაგზავნა შაჰმა ავღანეთში. ავღანეთი მაშინაც ძალიან დიდი პრობლემა იყო, ავღანეთი სულ პრობლემა იყო, ვერ ხერხდებოდა მისი დაპყრობა, სულ იბრძოდა, ჯანყდებოდა. არადა აქვს ძალიან კარგი მდებარეობა ცენტრალური აზია, უამრავი გზები გადის მასზე და იცით ბოლომდე ავღანეთი ჯერ საბჭოთა კავშირი შეიწირა და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეიწირა, მაგრამ ძალიან დიდი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი დაკარგა იქ ამერიკამ და ეს თავსატეხი ჰქონდა ირანს მე-17-18 საუკუნეში. და საბოლოოდ სეფიანები ავღანელებმა გაანადგურეს, პირიქით გამოვიდა. ირანი შეიჭრა ავღანეთში, დაიპყრო თუ ცდილობდა დაპყრობას და მიიღო საბოლოოდ საკუთარი სეფიანთან აღსასრული და ქართული ძალებით ცდილობდა ავღანეთში გამაგრებას, მათ შორის გიორგი მე-11-ის დახმარებით. გიორგიზე კიდევ ცალკე ისტორია, ის იყო ძალიან კარგი სარდალი, მამაცი მეთაური, წლები ებრძოდა ირანს და მერე ისე გამოვიდა, რომ გადავიდა ირანის მხარეზე
ხდებოდა ასე ხოლმე, აბსოლუტურად საპირისპირო ცვლილებები მეფეების, სარდლების, ჯერ 10 თეული წელი ებრძოდა ირანს, მერე გახდა მათი სარდალი და ებრძოდა ერეკლე პირველს, რომელიც ახლა უკვე ირანს ებრძოდა ერეკლე პირველი და აი ესეთი უცნაური სახეცვლინება. შემდეგ ჩავიდა ავღანეთში, იქ თავი გამოიჩინა თავისი დაუნდობლობით და როცა მოკლეს ავღანელებმა, ზეიმობდნენ 3 დღე თურმე ჯერ პატივი მიაგეს თოფის როლით, როგორც გამორჩეული სარდალი, შემდეგ ცხენს მოაბეს და ისე ათრიეს მიცვალებული ქუჩებში, ქალაქის ქუჩებში და შესაბამისად გიორგის შემდეგ კაიხოს რო იყო ცოტა ხნით, ვახტანგი არის ჯანიშინი და დადგა ის მომენტიც, როდესაც ვახტანგი დაიბარეს ირანში. ყველა ქართველი მეფე თეიმურაზ პირველის შემდეგ ხდებოდა მეფე იმ შემთხვევაში, ქართლში ან კახეთში, თუ მიიღებდა ისლამს. ეს იყო მთავარი პირობა. გიორგი მე-11-ზე ყვებიან, რომ მას თურმე ჯვარი ეკიდა ჩუმად და ისე ისლამი იქნა მიღებული, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გარედან როგორც ჩანს, ის არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და ამიტომ ირანიც შეიძლება ირანელებმაც იცოდნენ, რომ გულში ქრისტიანია, შეიძლება ეს ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ თავარია ეს არ გაეგოთ ქართლში თუ კახეთში და მათთვის მეფე ყოფილიყო მუსულმანი. ვახტანგი ჩავიდა ირანში, მანამდე ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა. ვახტანგი არის ესეთი დილემა გვაქვს ისტორიაში. ჩვენ ვიცით, როგორი მეფეები, ყველაზე წარმატებული, ყველაზე ცნობილი ამ კუთხით არიან. გამოკვლევა ჩაატარეს მასწავლებლებში და რაღაცნაირად თითქოს კრიტიკა იყო, რაღაცა გულის ტკივილი, რომ უმეტესობასო მასწავლებლებსო ურჩევნიათ, რომ ასწავლონო დავით აღმაშენებელი, თამარი და არასწავლიანო დაუშვით მე-17-ეს არ ეხალისებათო და არც არის რატო უნდა გაგიკვირდეს ხომ, რატო უნდა გერჩიოს დაუშვათ მე-17 საუკუნის სწავნება, როდესაც გაქვს მწყინვარე ოქროს ხანა და ჩვენთვისაც ეს მეფეები არიან ძალიან დიდები თავისთავად, მაგრამ არის ისტორიული ვითარება, როდესაც მეფე არ არის დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ ნიჭზე, უნარებზე, როდესაც ვერ შეძლებ რაც არ უნდა გააკეთო, უბრალოდ მაქსიმუმს ვერ მიიღებ. ვახტანგი სამწუხაროდ მოყვა ასეთ პერიოდში. ყველა ჩვენი იმ დიდ მეფეებს, დავით აღმაშენებელს მაგალითად, შეხვდა კრიზისული იმპერია, რომელიც იშლება, ინგრევა, არ ვაკნინებ რასაკვირველია დავითის დამსახურებას, უბრალოდ საერთაშორისო ვითარებაც იყო ხელშემწყობი. ძალიან რთული სათქმელია არის ხო ალბათ თქვენც გქონიათ რომ აი რომ ყოფილიყავით ან ყოფილიყო ესა თუ ის ადამიანი სხვა ეპოქაში ის რას გააკეთებდა დავითი რომ ყოფილიყო მე-18 საუკუნეში დღეს ამობენ ხოლმე რომ ნეტა სტალინი წამოაყენა ან ხა დავითი მოიყვანა ძალიან რთული სათქმელი იქ რას გააკეთებდა ვახტანგი იყო ძალიან კარგი მმართველი, ძალიან კარგი სარდალი და ამას აღნიშნავდნენ სპარსელებიც, ოსმალებიც, რუსებიც, უბრალოდ მოუწია ისეთ ვითარებაში მოღვაწეობა, როდესაც და ბუნებრივია რთულ დროში შესტომების ალბათობა არის გაცილებით მეტი. მით უმეტეს ჩვენ როდესაც უყურებთ 21 საუკუნიდან, მით უმეტეს მარტივია თქმა, რომ აი ასე რატო არ გააკეთა. ჩვენ ხელთ გვაქვს სპარსული წყაროები, მათი მოქმედება უკვე მომავლიდან ხედავთ, ოსმალეთის, რუსეთის და ბუნებრივია აი ამ გადასახედიდან უკვე ვაფასებთ იქ გადადგმულ ნაბიჯებს და ვახტანგს ესენი ან არ ქონდა, ან ქონდა დეზინფორმაციის სახით, იმიტომ რომ მუშაობდა აქ ოსმალეთის აგენტურა, მუშაობდა სპარსეთის და რუსეთის. და უწევდა აი ამ სამ დინებაში პლუს ქართველები, რომლებიც არ უშვებდნენ ზოგიერთი თავადი, არ უშვებდა შესაძლებლობას, რომ თავისი უფლებები არ გამოეთქვა, პრეტენზიები არ მიეტაცა რაღაცა იქ თანამდებობა თუ ტერიტორია და ასეთ დროში არის ვახტანგ მე-6. ჩავიდა ის შაჰის კარზე, მოსთხოვეს ისლამის მიღება და უარი განაცხადა, ჩასვეს შემდეგ ის ციხეში. კარგ პირობებში იყო დააპატიმრეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი რესურსია საპატიო ტყვე. თუ მას შენ დასჯი, დაასახიჩრებ, სიკვდილით დასჯი, მას ვერაფერში ვერ გამოიყენებ. და ირანელები თუ ოსმანები ამას სხვაგვარად უყურებენ, მათთვის ისინი უტოვებენ შანსს, რომ თუ კი ის გონს მოვა და მიიღებს ისლამს და მათი ერთგული გახდება, მას შემდეგ დასვამენ გამოიყენებენ სხვადასხვა ომებში თუ ქვეყნებში. ამიტომ ვახტანგი არის ირანში და სწორედ ამ დროს გაემართა სულხან საბა ორბელიანი ევროპაში. ძალიან ცნობილი ვიზიტი საბჭოთა პერიოდში მიღებული იყო სულხან საბას დახვედრის დაკნინება, იმიტომ რომ
რუსეთი ყოველთვის ევროპას აღიქვამდა როგორც საპირისპირო ძალა და არაფერში არ აწყობდათ ევროპის შექება ან მათი რაღაცა დადებითი კუთხით წარმოჩენა. ცნობილი ლექსია მუხრან მაჭავარიანის ლუი როგორ დახვდა, რომ ციცას ეფერება და შენი სულხანსაბა სუფეხებზე კიდია, ასეთი ძალიან ცუდი ფორმით. შემდეგ ერთი ადამიანი ამართლებდა, რომ ესო სტუდენტმა დაწერაო, მაგრამ მე მგონი ეს არ ცვლის იმ ვითარებას, რომ ამ ლექსმა ხალხმა ამ ლექსით უფრო იცის სულხანსაბას დახვედის შესახებ, ვიდრე ისტორიიდან. და ყველას წარმოუდგენია, როგორ აბუჩათ აიგდეს, როგორ რაღაცა თითქოს გამოაგდეს იქ თოვში თუ წვიმაში, მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემით დახვდნენ. შეიძლება თქვათ, რომ პატივისცემით დახვედრას რაღა განსხვავება თუ უარით დაბრუნდა, მაგრამ ისევ და ისევ არ ცოდნა იყო საერთაშორისო ვითარების. უბრალოდ არ იყო შესაძლებელი იმ დროს ევროპიდან დახმარების მიღება და სულხან საბას მალევე ჩახვა ირანელთა დელეგაცია. და ირანმა შესთავაზა თავის მხრივ საფრანგეთს უკეთესი სავაჭრო პირობები, საფრანგეთს ინტერესი ჰქონდა ჩვენ და სავაჭრო კუთხით და ასე უბრალოდ რომ ჩამოდით და გვეხმარეთ ან ჯარი გამოგზავნეთ, თუმცა ლუი მე-14-მ დათანხმდა რომ გამოსასყიდი გადაეხადა ვახტანგისთვის. სამწუხაროდ ლუი მე-14 გარდაიცვალა რამდენიმე თვეში და დარჩა სულხან-საბა იმ იმედით რომ იქნებ ლუი მე-15-ს შეესრულებინა ეს პირობა, შეხვდა ლუი მე-15-საც, ასე მოუწია ორ ლუისთან ურთიერთობა, მაგრამ ირანის დელეგაციამ უკეთესი პირობები შესთავაზა და შესაბამისად უარით გამოისტუმრეს, მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემით, როგორც გითხარით უკვე, დაბრუნდა უკან სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მე-6-ს, როცა დარწმუნდა რომ სხვა გამოსავალი არ იყო, მიიღო ისლამი. თან როგორი ვითარება იყო ქართლში დანიშნეს ვახტანგის ძმა, როგორც წესი უმცროსი ძმები ელოდებოდნენ კარგ ესეთი შესაფერის მომენტს, რომ მეფობა ჩაიგდოთ ხელთ. იესე ბაგრატიონი, რომელმაც მიიღო ისლამი და გახდა ქართლის მეფე. ოღონდ ის მართლა გულით მუსულმანი გახდა, ასე გამოჩნდა, ავრცელებდა ისლამს, ცდილობდა რომ გაევრცელებინა და უფრო მტკიცედ მიეერთებინა ქართლი ირანისთვის. ვახტანგი რამდენიმე წელი გააჩერეს ირანში და შემდეგ გამოგზავნეს ქართლში. ჩამოვიდა 1719 წელს ქართლში დაბრუნდა და ჯერ კიდე ირანში ყოფნის დროს დაუკავშირდა მას რუსეთის ელჩი არტემ ვოლინსკი, რომ გადავიდეთ. ხო, ეს აი რუკასაც რომ შევხედოთ, პრინციპში რუკა ისედაც კი იცით, ზემოთ რუსეთის იმპერია, ქვემოთ არის ირანი, ოსმალეთის იმპერია და ეს კი ერეკლეს პერიოდია, მაგრამ დაახლოებით იგივე იყო საერთაშორისო კუთხით და ეს სამ იმპერიაში მოქცეული, ჩვენ ასეთი მდგომარეობა არასოდეს ჰქონია. ქონდა ერთ იმპერიასთან, ორ იმპერიასთან ქონია შეხება, ომი და სამ იმპერიასთან ერთად არასოდეს იყო მაგალითად მე-8 საუკუნეში ხაზარებიც იყვნენ ჩრდილოეთიდან, ბიზანტია და არაბები, მაგრამ ხაზარები მაინც სხვა ტიპის ხალხი, მომთაბარეები და უფრო თარეშზე იყვნენ და იმპერია არ იყო იმპერიის გაგებით და გადავიდეთ პეტრე პირველისაც რომ შევხედოთ. ეს არტემ ვოლინსკი, ხო, ეს პეტრე პირველი დიდი, ძალიან ცნობილი მოღვაწე, იმპერატორი, რუსებისთვის ალბათ საუკეთესო მეფე და მასე გითხარით ის ჭორი, რომ ქართველია თითქოს ის მამა ყავდა ქართველი, ერეკლე პირველი. გარეგნობაზე აპელირებენ ხოლმე, რომ არ არის ის რუსი, თავისი გარეგნობით ტიპური რუსი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პეტრესაც ნამდვილად ვერავინ გაუბედავდა ეთქვა, რომ აი ეს რაღაცა ჭორი არსებობს, იმიტომ რომ ძალიან მკაცრიც იყო და პეტრე პირველი ქონდა მას ჩრდილოეთის ომი შვედეთთან, როდესაც შვედეთი დაამარცხა, პარალელურად დრო ოსმალეთსაც ებრძოდა, მისი მიზანი იყო შავ ზღვაზე გასასვლელი, ბალტიის ზღვაზე და შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე ვერ მოახერხა, შემდეგ სურდა უკვე კასპიის ზღვაზე გასასვლელი და ირანი, როდესაც ავღანეთის თავდასხმებით დასუსტდა, მიეცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ირანისთვის შეეტია. რასაკვირველია, მას მაინც და მაინც არც ქართლი აწუხებს, არც მთელი ირანის დაპყრობა, უნდა კასპიის ზღვის სანაპირო და სამხრეთ კასპიის ზღვის სანაპიროს დაკავება. არტემ ვოლინსკი ძალიან ცნობილი ადამიანი თავისი დროის, ელჩი იყო ირანში, დაუკავშირდა ვახტანგს, ოღონდ პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხა.
იმიტომ რომ ირანელები უთვალთვალებდნენ და ერთგული ადამიანების მეშვეობით რამდენჯერმე ჰქონდათ ურთიერთობა და მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ რუსეთს ელაშქრა პლუს ქართველების და სომხების დახმარებით. სომხები ამ დროს შეიძლება ჩვენზე უარეს ვითარებაში იყვნენ, იმიტომ რომ მათ სამეფოც არ ჰქონდათ, იყო სახანო, ოღონდ უპირატესობა ჰქონდათ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა, ყავდათ ძალიან ბევრი კარგი დიპლომატები და დიდ ვაჭრები, ბიზნესმენი მე მგონი ჯერ არ ვთქვათ და დიდ ვაჭრები, ძალიან დიდ ფინანსებთანაც ჰქონდათ საქმე, შესაბამისად მათ ჰქონდათ დიდი გავლენა ირანშიც და მიმდებარე ქვეყნებშიც. მათი სურვილი იყო, შემდეგ ერეკლე მეორეს დროსაც ამოტივტივდა ეს იდეა ერთიანი ქართულ-სომხური სამეფოს შექმნის. ძალიან საინტერესო იდეა და პირველი რესპუბლიკის პერიოდის წინა პერიოდი 1917-ში ვცადეთ ჩვენ, შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაცია, ფედერაციული რესპუბლიკა, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუ გახსოვთ ამან არ იმუშავა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შიდა წინააღმდეგობები, საგარეო წინააღმდეგობები, მერეც კიდევ ნახავთ, რომ არავის არ აწყობდა ერთიანი ან საქართველო და მით უმეტეს კავკასია. ეს ოცნებაში რომ წარმოვიდგა, ძვიად გამსახურდიას ჰქონდა ხომ ეს ოცნება, კავკასიური სახლის იდეა, მაგრამ ძალიან რთულია და თუ წავიოცნებებთ, ვიტყვით რომ ძალიან ძლიერი იქნება კავკასია, იმიტომ რომ რაოდენობა, რესურსები საერთოდ გაერთიანება ზოგადად დიდ შესაძლებლობას გაძლევს და არც ეს სომხურ-ქართული სამეფოს სახელმწიფოს იდეა გამოვიდა. სომხები თვითონვე ითხოვდნენ, რომ ბაგრატიონები ყოფილიყვნენ მეფეები ამ სამეფოში. ვახტანგი, შემდეგ უკვე ერეკლე მეორე, როდესაც იმ დროს გამოიჭრა საკითხი. შესთავაზა პეტრეს, ვოლინსკი წერდა, რომ ქართველები არიან გამორჩეული მეომრები, ძალიან მამაცები, ირანში ყველაზე მაგრები და ძალიან ისეთ საქებარი სიტყვებით მოიხსენიებს ქართველებს და პეტრემაც გადაწყვიტა ლაშქრობა. 1722 წელს შეკრიბა საკმაოდ დიდი ჯარი, ამ ჯარს ეხმარებოდნენ, ხო ვახტანგი უკვე ქართლში ჩამოსული და აქედან ეხმიანება პეტრე პირველს. ამ ჯარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამთავროები, შემახა მაგალითად, კაზაკების ძალიან დიდი არმია, ააგეს მოზრდილი ფლოტი კასპიის ზღვაზე. და შემდეგ სურსათი ამ გემებით მოქონდათ და ამან ითამაშა ერთ-ერთი ისეთი ნეგატიური როლი ამ ისტორიაში. ვახტანგმა როდესაც ჯარი შეაგროვა, ხო, ვახტანგს სამეფო დარბაზზე განიხილა ეს საკითხი და იყო ძალიან საინტერესო განხილვა. ნაწილი თავადების არ მიემხრო ამ იდეას, იმიტომ რომ მოერიდნენ ირანის და ოსმალეთის გაღიზიანებას და იყო ძალიან ისეთი არგუმენტი, ხომ, რაც ყველა ეპოქაშია, რომ ჩვენ თუ მივემხრობით ერთ იმპერიას, რას ვეუბნებით სხვა იმპერიას. თუმცა ვახტანგმა გამოაცხადა, რომ შეკრებდა ჯარს ჩუმად და იმოქმედებდა სხვა მიზნით, თითქოს სხვა მიზნით კრებდა ჯარს. თან ირანი მას თხოვდა, ჩრდილოეთ ირანის სამდლად უნდა დაენიშნათ, დაღესტანზე ლაშქრობა დაავალეს ირანელებმა და ვახტანგმა გამოაცხადა, რომ მიდის დაღესტანზე სალაშქროდ. შესაბამისად შეაგროვა ჯარი, როგორც წერენ 20,000 ადამიანი ყავდა ვახტანგს სომხების და ქართველების ჯარი ერთად. სომხები მოიყვანა კათალიკოსმა ესაიამ, მანამდე თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე თვე, დაიგეგმა ეს ოპერაცია და განძაში, მოგვიანებით განჯაში და ელოდება რუსებს. პეტრე პირველი რომ გადავწიოთ, კი არაფერი ფოტოებია უბრალოდ. დარუბანდში შევიდა პეტრე პირველი, დაიკავეს დარუბანდი, აქედან ისინი უნდა წამოსულიყვნენ ბაქოს მიმართულებით, შემდეგ განძა, იქ შეუერთებოდა ქართველ-სომეხთა ლაშქარს და შეიჭრებოდნენ ირანში. ირანს ამ მომენტში არ ჰქონდა არავითარი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაეწია. მუქარა, ერთადერთი მუქარა ჰქონდა ირანს, რომ აი დააქსჭი ვახტანგს ემუქრებოდნენ, მაგრამ მუქარა რასაკვირველია ვის ადარდებდა. სამწუხაროდ კასპიის ზღვაზე შტორმი, ქარიშხალი ამოვარდა და სურსათის გემები ჩაიძირა. ამას გარდა ჭაობიან ნაპირებზე მოუწიათ მსვლელობა, ჯარის ნაწილი დაავადდა და რაც მთავარია ეს გააგებინა ვახტანგს და ვახტანგი ორი თვე ელოდებოდა პეტრე პირველს, როდესაც შეატყობინეს რომ პეტრე არ მოდიოდა, არ დაიჭერა. ასე როგორ მიმატოვებს, იმიტომ რომ თან ძალიან საინტერესო მომენტია, შეთანხმება არ დაუდიათ. ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც აი ამ ლაშქრობის წინ
რომ მიზნები იქნებოდა განსაზღვრა თუ მოკავშირეობის არ დაიდო და ეს პეტრემ რითი გაამართლა რომ საიდუმლოდ დავტოვოთო. თუ შეთანხმებას დავდებთ და ხელმოწერა იქნება, ეს იქნება ძალიან გამოსაჩენი და დაინახავს ოსმალეთი და ამიტომ ჩუმად აკეთებენ. და შესაბამისად პეტრეს უკან გაბრუნება შეთანხმების დარღვევას არ ნიშნავდა, იმიტომ რომ არ დადებულა ის. იყო სიტყვიერი შეთანხმება და თავის გამართლებისთვის ჩვენიერი არგუმენტი იყო. პეტრე გაბრუნდა უკან საბოლოო ჯამში. 21-ში 2-ში ხდება ეს ამბავი, შემდეგ კიდე აპირებდა ლაშქრობის გაგრძელებას, ჯარით შეაგროვა თითქოს, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა, ვერ მოხდა ეს და ვახტანგი დაბრუნდა თბილისში. იოლი მისახვედრია ვახტანგის მდგომარეობა, მან გაბედა და რუსებს დაუძახა, შეუთანხმდა კავკასიაში რომ ელაშქრათ და მას ემუქრება ყველა აბსოლუტურად დაღესტნელები, ირანი, ოსმალეთი, ირანში ამ დროს შაჰ თაჰმასპი იყო შაჰ თამაზი და ნელ-ნელა ძალებს იკრებდა, ოსმალეთიც ემუქრება, ოსმალეთი ჯერ კიდევ პეტრეს დაემუქრა და აი კიდე ხშირად ხო რამდენი განხილვა ხოლმე ამ საკითხის რომ როგორ უნდა მოქცეულიყო ვახტანგი და რა შეეძლო პეტრეს. მინიმუმ პეტრეს რაც უნდა გაეკეთებინა, კარგად განესაზღვრა როგორ დამთავრდებოდა ეს ლაშქრობა. იმიტომ რომ ფაქტობრივად სასწორზე დადო ვახტანგმა მთელი თავისი საბოლოო ჯამში სამეფოც, ჯარიც და დაკარგა კიდეც მეფობა ხომ და ასე იოლად რომ აი ხო წამოვიდა არასერიოზული იყო ესეთი ამ დონეზე, ასეთი პოლიტიკა და შემდეგ კიდე რა იყო გულდასაწყვეტი რომ პეტრემ და ოსმალეთმა დადეს ზავი, რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა პეტრეს დაუთმო კასპიის ზღვის აღმოსავლეთ თანამედროვე აზერბაიჯანის ზღვის სანაპირო ბაქოს ჩათვლით, სამაგიერო და ქართლ-კახეთი პეტრემ დაუთმო ოსმალეთს. აი ასეთი გაცვლა, ასეთი გაყიდვა, ეს რუსული ჩექმის პირველი ძალიან ცუდი კვალი ჩვენ მიწაზე. ეს რომ არ ყოფილიყო და პეტრეს კიდევ ეცადა ებრძოლა, ჩვენ რაღაცნაირად ვიტყოდით რომ გააკეთა ცადა, მაგრამ არ გამოვიდა. მაგრამ იოლად გაწირა მან ვახტანგი და აი ეს არტემი ვოლინსკი რომ ნახეთ, გარკვეული წრეების შემდეგ მას აბრალებდნენ რომ მან მიაწოდა მცდარი ინფორმაცია ადგილმდებარეობაზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომ პეტრემ ვერ გათვალა ეს ლაშქრობა და მაგრამ ესეც მგონია რომ უბრალოდ პეტრეს მოწმინდეს ეს მარცხი და ვოლინსკის უფრო მარტივად გადააბრალეს. ვოლინსკი ბევრ სკანდალში გაიხო, არ ემგეთყვით, ვინ იყო ეს ვოლინსკი. მაინც და მაინც ესეთი ოდიოზური ფიგურები გხვდებოდნენ, შემდეგ ტოტლებენი შეხვდება, საოცრება იყო ის საერთოდ. ვოლინსკი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს, შემდეგ შეთქმულებაში და საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს პეტრეს შემდეგ 1740 წელს. ხელები მოკვეთეს და მერე თავი მოკვეთეს, აი ესე დაამთავრა სიცოცხლე და რადგან მისი ბრალიც არის ვახტანგის აი ესეთი ამბავი, შეგვიძლია ცოტათი გაგვიხარდეს ალბათ მის ეს დასჯა და მოკლედ ვახტანგ მე-6-ს ემუქრებიან, როგორც გითხარით, ყველა მხრიდან, იჭრებიან დავით გურამიშვილს როგორც აქვს ხომ, ყველა მხრიდანო თითო ბიშტი უყვესო, ესე მე მგონი აქვს და იჭრებიან დაღესტნიდან ლეკები, ოსმალები, ირანი ჯერჯერობით არ იჭრება, მაგრამ სიტყვიერი მუქარა აქვს ყოველ შემთხვევაში. კახეთის მეფე კონსტანტინე, რომელიც იყო ძალიან უცნაური ადამიანი, თან რუსეთთან სურდა ურთიერთობა, თან შემდეგ ლეკებთან ერთად თბილისი აიღო და ააოხრა, თან ვითომ ვახტანგთანაც ჰქონდა კავშირი, რუსეთთან ვახტანგის გავლით უნდა დაკავშირება. იბრძოდა ვახტანგი, განსაკუთრებით მისი ვაჟი ბაქარი, უფროსი შვილი, რამდენიმე შეტაკებაში ოსმალები დაამარცხა კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში დატოვა ქართლი და ქართლში იწყება ოსმალობა. ასეთი სახელით ცნობილი პერიოდი, 12 წელი გაგრძელდა ოსმალობა ქართლში, შემდეგ შეცვალა ყიზილბაშობა, მის 10 წელი გაგრძელდა, აი ესეთი მდგომარეობა იყო. ვახტანგი ჯერ ცხინვალში იდგა, შემდეგ რაჭა და გადავიდა რუსეთში. რუსეთში ჩავიდა ის მოსკოვში, პეტრე პირველს მიუსწრო 24-ში ჩავიდა და პეტრე 25-ში გარდაიცვალა. თავის გამართლებისთვის ვახტანგი უბრალოდ არ წავიდა ჯარის სათხოვნელად. მას იმედი ჰქონდა რომ პეტრე გამოისყრიდა იმ თავის დანაშაული თუ არა შეცდომას და ჯარით დაბრუნდებოდა, განდევნიდა ოსმალებს და მეფე გახდებოდა. გაყვა მასთან 1200 ადამიანი, ძალიან დიდი ამალა, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ვახტანგის ერთგული მოკავშირე, ელიტა, მაშინდელი ქართლის სამეცნიერო მაგალითად, სულხან საბა ორბელიანი მათ შორის, სულხან საბა ორბელიანის ძმა, ბერი ეგნატაშვილი, შემდეგ შეუერთდა დავით გურამიშვილი, ესეც ცნობილია ხო მიცით ამის შესახებ, ტყვეობიდან რომ გაიქცა, გაიგო რომ ქართველების მოსკოვში იყვნენ და იქ ჩავიდა. ვახუშტი ბატონიშვილი, ძალიან დიდი მეცნიერი,
გადავიდეთ შევხედოთ ამ ადამიანებს. ხო, ეს არის პრინციპში ეს არის ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც არის ვახტანგ მე-6-ის ცხედარი დაკრძალული და სარკოფაგია იქვე. შემდეგ იქ დაკრძალეს ასევე თეიმურაზ მეორე, ერეკლე მეორეს მამა. და ესე ორი ქართველი მეფე არის რუსეთში. რატომღაც არც საბჭოთა პერიოდში მე მგონი არც ყოფილა საუბარი გადმოსვენების შესახებ 2010-იან წლებში დაიძრა ეს საკითხი და დარჩა ისევ ამ საკითხად და ახლა არ არის თავისთავად აღარ დგას ვისწალია ხომ ამ საკითხვისთვის და ამდენი წელი ვერ მოახერხეს და არიან იქ განსვენებული ვახტანგი და თეიმურაზი. რუსეთში ვახტანგი ძალიან კარგად მიიღეს, გამოუყვეს მას საცხოვრებელი ადგილი, სახლები, ძალიან დიდი პენსია, დაუნიშნეს ხელფასი პენსია და 12 წელი 1200 ადამიანს ინახავდნენ რუსები. ალბათ პეტრეც ხდებოდნენ თავის შეცდომას და შეიძლება ამის გამოც და ოღონდ ვახტანგი როგორც კი გარდაიცვალა დაუყენეს ასეთი საკითხი იქ ყოფ ქართველ დიდგვაროვნებს, კაცებს, გასაკვირველია. ამ 1200 ადამიანიდან ოღონდ იყვნენ მოსამსახურეები, ოჯახები, ყველა იყო 1200-ში, ყველა ითვლება და დაუყენეს ასეთი საკითხი. ან შეხვალთ რუსეთის ჯარში და იმსახურებთ, გეყოთ უფასო ცხოვრება, ან დაბრუნდებით საქართველოში. ყველა დარჩა. აბსოლუტურად არავინ არ დაბრუნებულა უკან. გასაკვირია, თუმცა არ არის სინამდვილეში გასაკვირი, იმიტომ რომ 12 წელი გავიდა, არ იყო კონტაქტი, ხშირად წარმოდგენა ძალიან ბუნდოვანი იყო. ქართლში ამ დროს აჯანყებებია ოსმალების წინააღმდეგ, მერე ყიზილბაშების და უგზავნიან ვახტანგს, რომ შენ თუ არ ჩამოხვალ, მაგათად შანშე ხსნის ერისთავი, რომ შენ თუ არა, იქნებ შენი შვილი ბაქარი მაინც გამოგზავნო, რაღაცა დროებითი წარმატება, შემდეგ ისე ოსმალების ზეწოლა ან მერე ყიზილბაშების და ასე რომ არ აქვთ სრული ინფორმაცია და თან მათი საცხოვრებელი რაც იყო, ძველი საცხოვრებელი, იქ უკვე ბუნებრივია სხვები ცხოვრობენ. მათი ოჯახის წევრები თუ მიტაცებული სხვა თავადების მიერ და რომ დაბრუნებულიყვნენ, ჩამოდიოდნენ აბსოლუტურად უცხო, მათთვის უკვე უცხო გარემოში და რაც იყო მათთვის უკვე ბუნებრივი, იქ დარჩნენ. მაგრამ ახლა პატრიოტი ქართველი იტყოდა რომ როგორ დარჩნენ, მაგრამ პატრიოტი ქართველი კიდე იტყოდა რომ რატო წავიდნენ. ხო, ასეთ შეიძლება და ასე რომ რადგან წავიდნენ, მათთვის დარჩენაც უკვე ადვილი იყო და აწყობილი ასე თუ ისე მეტნაკლებად ცხოვრება და აი ამ ხელა უზარმაზარი კოლონა ქართველების გაჩნდა რუსეთში. იქვე ჰქონდათ სვიატსკოიეს ეკლესია, ასევე სასაფლაო, სადაც დაკრძალეს შემდეგ სულხან-საბა, ვახუშტი ბატონიშვილი, ააგო არჩილ მეფის შვილმა დარეჯან ბაგრატიონმა, რომელიც რუსეთში იყო თვითონაც და ეს ეკლესია დღემდე არის მოსკოვში და ქართველებიც არიან იქ დაკრძალული და დარჩნენ საბოლოოდ და როგორც გითხარით, იგივე პავლე ციციანოვი, ცნობილი გენერალი გახდა შემდეგ, პეტრე ბაგრატიონი იყო იესე ბაგრატიონის შთამომავალი ვახტანგის ძმის. მისი მამა წავიდა, პაპა წავიდა ჯერ, შემდეგ მამაც ყიზლარში იყო და პეტრე ბაგრატიონი შემდეგ საბოლოოდ და ასე დამთავრდა ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის სამეფოში. შემდეგ როგორც თქვით, ძალიან რთული ვითარება, ლეკები, ირანელები, ნადირ შაჰი ხდება ირანის შაჰი და ნადირ შაჰმა უკვე შეცვალა ძალთან თანასწორობა, დაიპყრო ქართლი, კახეთის მისი ერთგული გახდა და ტახტზე ადიან თეიმურაზი და ერეკლე მეორე. ერეკლე მეორე დაჯდა კახეთში, კახეთის მეფედ პატარა კახი, მისი ასე ვთქვათ მეტსახელი და თეიმურაზი ქართლში. ისევ ის პრობლემები, რაც ვახტანგის დროსაც იყო, მანამდე იყო, ისევ თავდასხმები, თან რომ შევხედავთ ჩვენ ძალიან ძლიერი გახდა ქართლ-კახეთი იმ ეპოქისთვის. იმიტომ რომ ირანში არეულობა დაიწყო, ნადირ შაჰი მოკლეს, მერე მისი ძმისშვილი მოკლეს და ფაქტობრივად ერთიანმა ქართლ-კახეთმა ირანიც დაამარცხა, ლეკიანობა რჩებოდა ერთადერთ დიდ პრობლემად. ლეკიანობა ეს იყო ყაჩაღური თავდასხმები, უფრო მეტად მცირე რაზმებით, შემოდიოდნენ ღამითაც, დღისითაც, ის კი არა, იმერეთამდე აღწევდნენ. და აი აქ მე-17 საუკუნეშიც იყო ესეთი მომენტი, რომ კახეთი ატარებდა და ესეთ შესთავაზეს, რომ დერეფანს გაგიკეთებთ, გაგატარებთ, ოღონდ კახეთი არ ააოხროთ.
და შესაბამისად გადმოდიოდნენ ქართლში, იქიდან ზოგჯერ იმერეთში და რამხელა მანძილია ხო დაღესტნიდან იმერეთამდე, ჩადიოდნენ ახალციხეში, იქ ყიდიდნენ ტყვეებს, საქონელს და ბრუნდებოდნენ მერე ისევ დაღესტანში. ერთადერთი გადაწყვეტა პრობლემის იქნებოდა მუდმივი ჯარი, რეგულარული არმია, საზღვრებზე ჩაყენება და ლეკიანობის ასე შეჩერება. რამდენჯერმე ცადეს სხვადასხვა პერიოდში დაღესტანზე თავდასხმა და იქვე განადგურება, მაგრამ დაღესტანი არის მთიანი და შეუძლებელია ფაქტობრივად რუსეთმა იომა, რა ვიცი, ნახევარი საუკუნე და მეტი კიდე რომ დაემორჩილებინა და ჩვენი რესურსით ის კი არა ნადირ შაჰმაც კი ვერ დაიპყრო. შევიდა უზარმაზარი ჯარით და გარკვეული წარმატების მერე უკან გაბრუნდა, ვერ დაიმორჩილა დაღესტანი. და რეგულარული არმია, ამას სჭირდება ფინანსები, ამიტომ ისევ მიმართეს რუსეთს. თეიმურაზ მეორე წავიდა რუსეთში 1760 წელს. ოღონდ რუსეთში ამ დროს იყო ელისაბედი პეტრეს შვილი და ჩაბმული იყო რუსეთის 7 წლიან ომში. ეს იყო ზოგჯერ ნულოვან მსოფლიო ომს უწოდებენ, ესე იგი მსოფლიო ომამდე მსოფლიო ომი. იბრძოდა ევროპის ყველა დიდი იმპერია, მათ შორის რუსეთი და არც ინტერესი ჰქონდათ, არც საშუალება რომ საქართველოსკენ გამოეხედათ, ასე ვთქვათ. ამიტომ თეიმურაზს უარი უთხრეს. თეიმურაზი უკვე ასაკში იყო, თან ხანგრძლივმა გზავრობამ დააღალა და გარდაიცვალა ის მოსკოვში. გადაწყვიტეს რომ საქართველოში ჩამოესვენებინათ, მაგრამ ზაფხული მოდიოდა და მიხვდა რომ ვერ ჩამოაღწევდნენ აქ და ამიტომ დაკრძალეს ასტრახანში ვახტანგის გვერდზე. თან თეიმურაზე იყო ვახტანგის სიძე და ესე გვერდ ქართველი მეფეები, როგორც თქვით, არიან ღვთისმშობლის ტაძარში. დარჩა ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ. მანამდე ქართლ-კახეთი იდეაში ერთი სამეფო იყო, უბრალოდ ერეკლე უფრო კახეთში, თეიმურაზე ქართლში და ახლა უკვე ერთიანი, აბსოლუტურად ერთიანი სამეფო. ძალიან არ მოეწონათ ეს ქართლის თავადებს. იმიტომ რომ მათ მიაჩნდათ, რომ კახეთის შტო ბაგრატიონების არ არის ნამდვილი შტო და ელოდებოდნენ ისევ რუსეთიდან ვახტანგის მემკვიდრეებს. მოუწყვეს შეთქმულება პაატას მეთაურობით, პაატა იყო ვახტანგის შვილი. და შესაბამისად ცადეს ერეკლეს მოკლა, მაგრამ გაიცა შეთქმულება, მკაცრად დასაჯა ერეკლემ, თავადებიც პაატამ სიკვდილით დასაჯა და ხდება ქართლ-კახეთის მეფე. ერეკლე მეორე ძალიან ცნობილი მეფე, პოპულარული მეფე, იმიტომ რომ ყველაზე ახლო პერიოდია, იმეფა 45 წელი, იომა 15 წლისამ იომა პირველად და 75-ისამ ბოლო ჯერ 60 წელი ხმალი არ გაუგდია ხელიდან. ზოგჯერ თვლიან ხოლმე მის ბრძოლებს და სხვადასხვა რაოდენობა 300, რაღაცა 400. მათ შორის იყო პატარა შეტაკებები, დიდი ბრძოლები. ლეგენდა გვაქვს, როცა გარდაიცვალა მის სხეულზე, ერთი ინფორმაციით სულ შრამებით იყო, ნაიარევებით, მეორე ინფორმაციით ჭრილობა არ ქონია საერთოდო, ესე იგი ისეთი მაგარი იყო, რომ ხმალიც კი არ შეხებია, ორივე ყოველ შემთხვევაში აჩვენებს, რომ ძალიან მაგარი იყო. იცით მის ხმალზე წარწერა ცნობილი, მე ვარ ავი მუსაიფი, კახტბატონის ირაკლისა და ძალიან დიდი მეფე, მაგრამ ისევ და ისევ იმ ეპოქიდან გამომდინარე, რაც შეიძლებოდა გააკეთა და მეტი ფიზიკურად რაც არ შეიძლება იმას ვერ გააკეთებდა. ერეკლეს მიზანი არ იყო მაინც და მაინც რუსეთთან დაკავშირება. ერეკლეს მიზანი იყო ქართლ-კახეთის გადარჩენა და მაგალითად ევროპასთან ცდილობდა დაკავშირებას. რამდენჯერმე გაგზავნა ელჩები, თუმცა სანამ იქ გადავალთ, პარემ 60-იან წლებს მივყვეთ. 1760-იან წლებში შეიცვალა საერთაშორისო ვითარება. იმერეთის მეფე იყო ამ დროს სოლომონ პირველი, ასევე ძალიან დიდი მეფე, ისიც სულ ომებში იყო და ძალიან კარგი კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი ერეკლეს და სოლომონს, ერთადაც მოუწიათ რამდენჯერმე ბრძოლა და სოლომონი ცდილობს რუსეთთან დაკავშირებას. გაგზავნა კიდეც ელჩი 1768 წელს მაქსიმე აბაშიძე, ქუთათელი მიტროპოლიტი, ჩავიდა ყიზლარში და ძალიან ცივად შეხვდნენ. ეს იყო მართლა ცივი შეხვედრა, ლამის კარიდან გააბრუნეს. ოღონდ მოსკოვში ეკატერინე იყო დედოფალი, იმპერატორი და ამ დროს უკვე ოსმალეთთან ომი იგეგმება. და სასწრაფოდ მიიღეს ეს მაქსიმემ ქუთათელი და გადაწყვიტეს რომ იმერეთი გამოიყენონ ოსმალეთთან ომში.
ეს თავისთავად ისევ და ისევ რუსეთის პირადი ინტერესია, გამოიყენოს მან ქრისტიანები თავის სასარგებლოდ, კავკასიის ქრისტიანები, მათ შორის ქართლ-კახეთი, სომხები, როგორც ეკატერინე აღნიშნავდა, ის იყო ყველა ქრისტიანის მხსნელი ბალკანეთში და კავკასიაში და ასე მოქონდა თავი ევროპის მონარქებთან. ეკატერინე ძალიან საინტერესო ფიგურა, უამრავი ჭორმართალი მის შესახებ, გერმანელი იყო წარმოშობით, პეტრე მესამეს ცოლი იყო, რომელიც გაგუდეს ბალიშით, ეკატერინეს მონაწილეობდა ამბობენ, იცოდა ყოველ შემთხვევაში და გახდა რუსეთის იმპერატორი. ოღონდ პეტრე მესამეს თავისი პრობლემები ჰქონდა და შესაბამისად ეკატერინე ხო დედოფალი, იმპერატორია უფრო სწორად და გადაწყვეტა რომ ჩააბას ამ ომში ერეკლე მეორეც. ერეკლე მეორეს ასევე თავისი ინტერესები აქვს. მან მოინდომა რომ ახალციხე წაართვას ოსმალეთის იმპერიას. ირანთან ურთიერთობა მოაგვარა იმ კუთხით რომ ირანელები ყოველთვის თვლიდნენ თავის ვასალად ქართლ-კახეთს. ბუნებრივად მიაჩნდათ. რაც არ უნდა ცალკე გასულიყო, რაც არ უნდა ეომათ ქართველებს, მაინც მიაჩნდათ რომ ეს მათი ტერიტორიაა და შესაბამისად ქერიმ ხანს რომ შეატყობინა, ქერიმ ხანს არ აღშფოთებულა, იმიტომ რომ თვითონაც ებრძოდა ოსმალეთს, შესაბამისად თუ ერეკლეც შეებრძონებოდა და ახალციხეს საერთოდ და გამოვიტოდა რომ ირანის ვასალი, ირანს უერთებს ამ ტერიტორიას. და ამ დროს ხდება ის ცნობილი კონტაქტი, ცნობილი ადამიანი, რომ შევხედოთ ხო, აგერ ეს პატიცემული, ძალიან სათნო გარეგნობის ადამიანი, ტოტლებენი, გერმანელი გრაფი იყო. ძალიან სკანდალური ადამიანი, ბევრი ქვეყნის არმიაში მსახურობდა, სხვა გაძევებულია თითქმის იმ ყველა ქვეყნიდან, გერმანიაში იყო ჯერ, შემდეგ იქიდან გაიქცა, აუკრძალეს გერმანიაში ცხოვრება, იმ დონეზე იყო, აშავებდა, იყო ძალიან მექალთანე. ჩავიდა შემდეგ ჰოლანდიაში, ჰოლანდიის არმიის რიგებში, იქ შეუყვარდა, არ ვიცი, შეუყვარდა თუ არა, 15 წლის გოგო მილიონერი მამა ყავდა, მილიონი გულდენი ჰქონდაო მამამის და წაყვა ეს გოგო და ისევ წავიდა გერმანიაში, ფულს ხარჯავდა, კარგად ცხოვრობდა, მე ეს გოგო გაშორდა, იმიტომ რომ იქაც საყვარლები ყავდა, სკანდალური, ისე რომ ფრიდრიხ მეორე, დიდი პრუსიის მეფე, თვითონ ჩაერია პირადად ისე გახმაურდა ეს ამბავი და დააშორა ცოლ-ქმარი და ქონებაც იმ ცოლს დაუტოვეს და ასე რომ ამის შემდეგ გაიცნო მან რუსი ელჩი და ჩადგა რუსეთის სამსახურში. ასეთი ადამიანი გახდა გენერალი, იბრძოდა 7 წლიან ომში, აქაც ძალიან სკანდალებით გამოიჩინა თავი, ბოლოს სიკვდილი მიუსაჯეს. იმიტომ რომ დააბრალეს თუ არა ძალიან რთული სათქმელია, ნაწილი ისტორიკოსები ფიქრობენ რომ დააბრალეს მას რომ ფრიდრიხთან თანამშრომლობდა პრუსიის მეფესთან, აწვდიდა საიმდუმლო ინფორმაციას, თუმცა თავს იმართლებდა რომ მე ორმაგი აგენტი ვარო. თავსო ვაჩვენებდიო, ვითომ ის ერთგუნი ვარო და სინამდვილეში ტყუილ გეგმებს ვაწვდიდიო და მართავრთული სათქმელია ახლა, დღესაც კი ვერ ირკვევა ხოლმე ადამიანებზე ორმაგი აგენტია თუ არა და მით უმეტეს ტოტლებენი. ყოველ შემთხვევაში სკანდალური, ნამდვილად ძალიან სკანდალური იყო. სიკვდილით დასჯას გადაურჩა, შეიწყალა ეკატერინემ, დედოფალმა, როცა დაიწყო მომდევნო ომი რუსეთ-ოსმალეთის 1768 წელს, ტოტლებენი დაუბრუნეს რანგი და მაინც და მაინც ტოტლებენი გამოგზავნეს საქართველოში. თუ კი გაქვს სერიოზული დამოკიდებულება, გინდა იმ ქვეყნის დახმარება, უნდა გამოგზავნო ისეთი ადამიანი, ვისაც სუფთა რეპუტაცია აქვს, ხომ? ეს არის რუსეთისთვისაც ახალი გამოცდილება, კავკასია და ამ დროს როგორც წესი უნდა გაგზავნო ყველაზე გამოცდილი დიპლომატი, სამხედრო, რომ იქ საქმე არ გააფუჭოს და კარგად წაიყვანოს და მაინც და მაინც ტოტლებენი გამოგზავნეს. ტოტლებენი ჩამოვიდა 68-ში, ოღონდ იმერეთის დასახმარებლად გამოგზავნეს და შემდეგ მქონდა დავალება რომ დახმარებოდა ქართველებს ომებში, ბრძოლებში. ჩამოვიდა, დახვდა მას ერეკლე, ძალიან კარგად, 480 კაცი ყავდა პირველი რაზმი, გადავიდა სოლომონთან, იქაც რაღაცა ვერ შეთანხმდნენ, შორაპნის ციხის ალყა იყო და მიატოვეს ალყა ტოტლებენმა და გადმოვიდა ქართლში. შემდეგ ერეკლემ გაილაშქრა ახალციხეში. ეს არის ძალიან ცნობილი ეპიზოდი. ესე იგი, ამ დროს უკვე ყავდა 1200 ადამიანი ტოტლებენს და საკმაოდ დიდი რაოდენობა, იმიტომ რომ რა იყო უპირატესობა რუსეთის არმიის. ეს იყო რეგულარული არმია, გაწვრთნილი, პროფესიონალი, ზარბაზნებიც ჰქონდა. კიდევ ერეკლეს თხოვდა რომ არამა გარდა ჯარისა გამოეგზავნათ артиლერიის ჩამოსხმის სპეციალისტები და მადნის მომპოვებლები.
ქართლში ვერცხლის და სპილენძის მაღაროები იყო და არ გამოუგზავნეს რასაკვირველი არაფერში არ ჭირდებოდათ ეს რუსებს და ამ 1200 კაცით ერეკლემ თავისი ჯარი შეაგროვა და გაილაშქრეს ახალციხის მიმართულებით. აწყურის ციხესთან ტოტლებენმა მოიმიზეზა რომ არის ტალახი, ვერ გვიჭირს გადაადგინება, სარბაზნები ვერ მიგვაქვს და წუწუნით ერეკლემ უთხრა რომ დაბრუნდი მაშინ ხო ძალით ხო ვერ წაიყვან და მოკავშირეა თან არა მისი ქვეშევრდომი რომ უბრძანოს და დაავალოს მოკავშირეები არიან და დაბრუნდა ტოტლებენი თბილისში. თითქოს რუსეთში სულ ისეთი გაწყობილი გზები ქონდა, ისე უკვირდა აქაური გზები. ერეკლემ გზა გააგრძელა, დაამარცხა მცირე შეტაკებებში ლეკები, ოსმალები და ასპინძასთან ძალიან ცნობილი გამარჯვება, ერეკლეს ერთ-ერთი დიდი გამარჯვება, დაამარცხა ოსმალების და ლეკების გაერთიანებული ჯარი. ამ ბრძოლის წინ მტკვარზე ხიდი გახერხეს ქვემოდან ქართველებმა, 3 ადამიანი გაგზავნა, ღამე საყდენი ბურჯი გახერხეს 2 და როდესაც ოსმალები გაიქცნენ და ხიდი გაივსო და გადადიოდნენ, ჩაინგრა ეს ხიდი და ასობით ოსმალო და ლეკი დაიხრჩო და ზარალი ამით გააორმაგა ერეკლემ მეორემ და ამ გამარჯვების მერე რასაკვირველია, უნდა რომ გააგრძელოს გზა ახალციხის მიმართულებით. თუმცა შეატყობინეს რომ ტოტლებენი დაბრუნდა თბილისში დაბრუნებულმა, დაიწყო ქართველების რუსეთის ერთგუნებაზე დაფიცება. იარაღის მუქარით შეყავს ეკლესიაში მოსახლეობა და აფიცებს რუსეთის ერთგუნებაზე. ქართლში მოკავშირედ ჩამოსული. ერეკლე სასწრაფოდ დაბრუნდა უკან და აიძულა რომ დაეტოვებინა ქართლი, გადავიდა ისევ იმერეთში. არადა როგორც სარდალი, არ იყო ცოდი სარდალი, პირადად სიმამაცითაც გამოირჩეოდა, მაგრამ ჰქონდა აი ასეთი რაღაცა იდეები. იმერეთში აიღეს ქუთაისის ციხე ქართველებმა და რუსებმა, შორაპნის ციხე წეღან რომ ვახსენე. და აქ კიდე ერთი დეტალი, რომელიც სოლომონთანაც უთანხმოება მოუვიდა, იმიტომ რომ ქუთაისის ციხიდან ოსმალური გარნიზონი გაიპარა და გაიარა რუსული საგუშაგოები. ნაწილი საგუშაგოები ქართველებს ეკავათ, ნაწილი რუსებს და გაატარეს ამათ და გაუშვეს უნებლად. როგორც ჩანს, ან მოილაპარაკეს, ან ფული გადაუხადეს, ასე თუ ისე რუსების საგუშაგოები ისე გაიარეს, რომ არანაირი განგაში და შეტაკება არ ყოფილა. ამის შემდეგ აიჩემა, რომ მე უნდა ავიღო ფოთი. ფოთი, მაშინდელი ფოთი იყო ჭაობებით დაფარული და იქ ნახევარი რუსული ჯარი დაავადდა, ნაწილი ჭაობში ჩაიძირა, ასე რომ არ გამოვიდა ეს ამბავი. გარდა ამისა, ერეკლე ატყობინებდა რუსეთს, რომ ტოტლებენი მოქმედებდა არა მარტო თვითნებურად, საზიანოდ ამ ერთობის და კავშირის. შესაბამისად, ტოტლებენი გაიწვიეს უკან. ოღონდ ერეკლესაც გაუწყრნენ, ასე ვთქვათ, რუსეთიდან არც მოიბოდიშეს ტოტლებენის ქცევის გამო. და აქეთ დასდეს ბრალი, რომ რუსმა ოფიცრებმა სცადეს ტოტლებენის გადაყენება და ერთ-ერთი ოფიცრის დანიშვნა რუსული კორპუსის მეთაურად. ერეკლეც ამისი მომხრე იყო. თუ შევხედავთ სამხედრო კუთხით, რასაკვირველია, ბუნტი ძალიან მძიმე დანაშაულია, ის საწყალი ოფიცრები შეიპყრეს და რუსეთში მე სიკვდილით დასაჯეს, გონი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ერეკლეს რა უნდა რომ ნორმალური ოფიცერი ჩაუდგეს სათავეში, რომ რაღაცა ოპერაციები შემდეგ განახორციელონდა. ასე რომ ამაში ერეკლეს დაადანაშაულეს, თითქოს ის აბუნტებდა რუს ოფიცრებს ტოტლებენის წინააღმდეგ. გამოგზავნეს სუხოტინი, რომელიც რაღაცა ნიჭი გამოორინეს აქ რუსეთის საიმპერატორო კარმა, ჩამოვიდა სუხოტინი, მანაც ფოთი გაილაშქრა ფოთისკენ, არადა ურჩევს ერეკლეს სოლომონიც, რომ ცუდი იდეაა და მათ მით უმეტეს იციან ადგილმდებარეობა, იციან სად ჯობს, მაგრამ არა 4000 რუსით, იმანაც ნახევარი იქ დაკარგა და საბოლოო ჯამში, როგორც ქართველი ისტორიკოსი წერდა, რუსები დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მყოფი ჯარი უფრო სირცხვილს მოგვიტანს, ვიდრე სახელსო, გვიხვეჭსო სირცხვილს, ვიდრე სახელსო და გაიწვიეს, გაიყვანეს უკან. ასე დამთავრდა რუსული კორპუსის ვიზიტი და ერეკლემ ელჩები გაგზავნა მაშინვე, რომ გადავიდეთ. ხო, ბარენ მზავზე ვთქვათ, ცოტა მერია ზავი, მაგრამ არა უჭირს ასე ვთქვათ. რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვა და რაც მნიშვნელოვანი მიიღო, ეს იყო ყირიმის სახანოს თავისუფლება. ყირიმის სახანო იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოღონდ ისეთი ავტონომია, ფართო ავტონომია ჰქონდა და გათავისუფლდა ოსმალეთის იმპერიისგან. თავისთავად რუსები უმიზნებენ იმას, რომ მერე თვითონ შეიერთონ და დაიყრეს კიდეც საბოლოო ჯამში.
იცით დღევანდელი ყირიმი რა მდგომარეობაც არის და აი ამ ყირიმის აღებით რუსეთს დაპყრობით ეკატერინეს და მის საიმპერატორო კარს გაუჩნდათ ძალიან ძლიერი სურვილი უკვე კავკასიის დაპყრობის, იმიტომ რომ ყირიმის სახანო ფაქტობრივად ესაზღვრება კავკასიას და გაიაზრეს თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიას შემდეგ წინა აზიაში გაბატონებისთვის თუ საერთაშორისო ვაჭრობაში. მანამდე რაც იყო, ეს იყო ან სპარსეთის ტერიტორია უნდათ, ან ოსმალეთის დასუსტება, არასოდეს არ ქონიათ უშუალოდ საქართველოს დააკავების გეგმა. ერთადერთი უნდათ რომ ქართველები როგორმე გამოეყენებინათ და შემდეგ ესარგებლათ და თქვათ ან ოსმალეთთან ეომათ, ან ირანთან ეომათ და თავისი ადგილი ქონდათ ქართველებს. მაგრამ აი 1780 წლიდან უკვე 78 წლიდან ყირიმის დაპყრობის შემდეგ გადაწყვიტეს და გაჩნდა აი ის მათი ძალიან ესეთი გეგმა, ძალიან მრავალსაფეხურიანი, კარგად დაგეგმილი, რომელიც საბოლოო ჯამში მიიყვანეს მათთვის კარგ შედეგამდე და ხო, აი ეს ზავი იყო, რაც ვთქვით, კუჩუკ-კაინარჯის ზავი, მან ასე ვთქვათ კეთილი ნება იყო რუსეთის იმპერიის, ერთი მუხლი შეეხო იმერეთსაც. მართალია დიდად არც იმერეთს მოუთხოვია და თვითონ გამოხატეს ეს სურვილი და ოსმალეთს აეკრძალა საშინაო შიდა საქმეებში ჩარევა იმერეთის სამეფოს. თავისთავად ძალიან კარგი იყო, მართალია რამდენიმე წელი გასტანა ეს მდგომარეობა, მაგრამ ამოისუნთქა იმერეთმა და შესაბამისად მაინც კარგი იყო თავისთავად. ერეკლემ რომ გაგზავნა ელჩობა, გაგზავნა ანტონ პირველი კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი, თავისი ვაჟი ელჩობაში. ესეთ შეთავაზება ჰქონდა მას რუსეთთან და ხო, ესე იგი, ითხოვდა 4000 კაციან ჯარს, ოღონდ სარდლები ერეკლეს უნდა დამორჩილებოდნენ, წარედ ახსოვს მას ტოტლევენის გამოცდილება და სუხოთინი და რომ ჯარები უნდა ემორჩილებოდნენ ეს ჯარი და სარდლები ერეკლეს. ასევე ითხოვდა სთავაზობდა შემდეგ ძალიან ბევრი შეთავაზება ჰქონდა რომ ნახევარს აძლევდა წიაღისეულის, რასაც ის ქართლ-კახეთში მოიპოვებდა, არის ძალიან ესეთი გულუხვი შეთავაზება. ასევე საპატიო ტყვეობაში გზავნიდა რომელიმე თავის შვილს და რამდენიმე თავადს. საპატიო ტყვეობა ეს არის ფორმა ურთიერთობის, როდესაც ფაქტობრივად ვასალიტეტივით და მორჩილება გამოდიოდა. ხო, ესე კომზე 14 შაური, 14 საუკეთესო ცხენი და კიდევ ღვინოს გაუგზავნიდა საუკეთესო ღვინოს დიდი ოდენობით და ესეთი და კათალიკოს. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. ერეკლე ითხოვს რომ უნდა დარჩეს კათალიკოსი და ბუნებრივია ბაგრატიონთა დინასტია ქართლ-კახეთში. ჩვენ შევხვდებით კიდე ამ საკითხს, საეკლესიო საკითხს. თუმცა ეს ჯერ ყირიმის სახანო შემოერთებამდეა, ამიტომ რუსეთმა უარი განაცხადა. და ჩაიშალა ეს შეთანხმება. შემდეგ არის მორიგე ჯარი. ეს იყო ბრწყინვალე იდეა, რომელიც ამაზე კარგი, მე მგონი, იმ საუკუნეებში არაფერი გაუკეთებიათ საქართველოში სამხედრო კუთხით. მორიგე ჯარი, ეს იყო ფაქტობრივად რეგულარული არმია, ოღონდ მორიგეობით მონაწილეობდნენ ქართველები. აღიწერა მთლიანი მოსახლეობა, ყველა ბრძოლის უნარიანი მამაკაცი, 15-დან მე მგონი 50-მდე იყო ასაკი და დადგინდა რომ იყო 60,000 კაცი ბრძოლის უნარიანი კაცი. შესაბამისად ეს 60,000 გაიყო 12 თვეზე, გამოდის 5,000 ადამიანი თვეში. აბსოლუტურად ყველას დაევალა. დაწყებული მეფის შვილებიდან, თავადებიდან, გლეხებით დამთავრებული, ყველა უნდა გამოცხადებულიყო და ერთი თვე უნდა ემსახურა ჯარში. ერთი თვე რომ გავიდოდა თავისთავად ბრუნდებოდა სახლში, დაუშვათ შეხვდა იანვარი 1-5,000 კაცს, მოიხდიდა თავის მორიგეობას და შემდეგ 11 თვე ის ისვენებდა. თავის საკუთარი იარაღით და საკვები თავადებს უნდა მიეცათ. თუ იარაღი არ ქონდა გლეხს, თავადს უნდა მიეცა ასევე იარაღიც და თავადებს ეს ძალიან არ მოეწონათ, იმიტომ რომ ერთი რო თვლიან რომ გლეხი მას უნდა ინახავდეს და მას უხდიდეს და თვითონ როგორ უნდა მისცეს რაღაცა, გარდა ამისა წუწუნებდნენ რომ განსაკუთრებით მოსავლის აღების თუ დათესვის პერიოდში რომ აი მე რომ აპრილში გამოუშვა, მაშინ ხორბალს ვინ დათესავს, მე ვინ მომკის და ასე შემდეგ. არ ფიქრობდნენ რასაკვირველი იმ სიკეთეზე, რასაც ჯარი მიცემდა ქვეყანას და ძალიან ვიწრო თავისი მიწიდან ვერ ცდებოდნენ, მაგრამ მორიგე ჯარის მეთაური იყო ლევან ბატონიშვილი.
რუსეთში რომ გაგზავნა ერეკლემ, მან იქ დაამთავრა სამხედრო აკადემია, პროფესიონალი სამხედრო გახდა. ერთია, როდესაც ხარ ნიჭიერი, სარდალი, ბუნებრივი ნიჭი და მეორე, როდესაც ამ ნიჭს ცოდნით ამყარებდა, ხო ამაზე მე მგონი არც არის ლაპარაკი საჭირო და პროფესიონალი სამხედრო ლევან ბატონიშვილი გახდა მორიგე ჯარის მეთაური. ის იყო ორგანიზატორი, ის იყო სარდალი, მთელი წელი დადიოდა ხან ერთ თავად, ხან მეორესთან. თავადები ზოგჯერ არ გზავნიდნენ საკუთარ ყმებს ჯარში და აიძუნებდა რომ გამოეგზავნათ ის რაოდენობა. მორიგე ჯარი გამოდგა ძალიან ეფექტური. ჩააყენა ერეკლემ საზღვრებზე, განსაკუთრებით დაღესტნის მიმართულებით და ლეკიანობა თითქმის ნოლამდე დაიყვანეს, თითქმის ვეღარ აღწევენ ლეკები სიღრმეში. მანამდე როგორც ხდებოდა იცით, შემოჭრებოდნენ ლეკები, ატყდებოდა განგაში, ზარების ცემა ან სასიგნალო ცეცხლის დანთება, სანამ შეგროვდებოდა რაზმი, ლეკები უკვე ხან დაღესტნაში იყვნენ, ხან ახალციხეში და ეს ჯარი არის მუდმივ მოქმედი. და ფაქტობრივად უფასო სამეფო ბიუჯეტისთვის და სამეფო კარისთვის რამდენიმე წელი მშვიდობამ დაისადგურა, ამას მოყვა ეკონომიკური განვითარება, მანამდე თუ შიშით გამოდიოდნენ მიწაზე სამუშაოდ თუ საქონლის გამოსაყვანად, ახლა უკვე თამამად დადიან. გარდა ამისა ახტალაში იყო ვერცხლის მაღარო და განვითარდა იქ წარმოება, რამდენიმე ასეული ოსტატი და მუშაობდა ვერცხლის მაღარო იყო, თავარი შემავსებელი ხაზინის, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, მე მგონი მაგან დაგვაქცია საბოლოო ჯამში და რუსეთთან მივიდით იმ დაპყრობამდე მივედით. ლევან ბატონიშვილი და გეტყვით მე რაღაცა თეორია მაქვს, ოღონდ არ მინდა შეთქმულების თეორიას გავდეს. ლევან ბატონიშვილი იმყოფებოდა სტუმრად კახეთში და გამოუყვეს მას საძინებელი ერთ-ერთ თავადთან. დილით რომ არ დაიგვიანა, შევიდნენ, მკვდარი ნახეს საწოლში. ხანჯალი ჰქონდა მას ზურგში, მე მგონი ხო ზურგში ჰქონდა, ეძინა და მაშინვე ჭორები დაარხიეს რომ საყვარელი ყავდაო, ოღონდ ამაზეც ფიქრობენ რომ საყვარელი კი არ ყავდა, ამით ვითომ გადაფარეს რომ აი საყვარელი და ვიღაცამ შეუსწრო და იმ თავადზე არ მიიტანეს ეჭვი, იმიტომ რომ ოჯახთან ერთად იყო და დარბაზში იყვნენ და ალიბი ჰქონდა მოკლედ რომ ვთქვათ და ასე გამოვიდა რომ გაურკვეველია ვინ მოკლა ლევან ბატონიშვილი. ერეკლემ ძალიან იგლოვა, იმიტომ რომ უნიჭიერესი და მასე იყო ეს მორიგე ჯარი და კიდე ერთი მაგალითი ლევანის მნიშვნელობის რომ ერეკლეს იცით ყავდა ძალიან ბევრი შვილი, ვაჟები მათ შორის, რამდენიმე მცირეწლოვანი გარდაიცვალა, მაგრამ 7-8 ვაჟი ყავდა სრულწლოვანი ამ დროს. ვერავინ ვერ ითავა მორიგე ჯარის გაძღოლა. ერეკლე ამ დროს არის 60 წლის, თან მეფობა, ყველაფერი მასეა და ვერ გაუძღვებოდა და ჩაიშალა. ესეთი აწყობილი სისტემა, გამართული, რომელიც თან ძალიან ეფექტურია და შედეგი მოაქვს, ჩაიშალა უბრალოდ, თავადები არ გზავნიან გლეხებს, თვითონ აღარ გადიან, ვერავინ ვერ ითავა ის, რომ ეს აწყობილი საქმე გაეგრძელებინა, ამაზე ვფიქრობ ხოლმე, თამარ მეფეზეა, რომ აწყობილი სამეფო მიიღო და რატოა დიდი მეფეო და აწყობილი საქმის გაგრძელება და უფრო გამართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია და რატომაც დაკნინებაა და ძალიან ცუდია ხოლმე ასეთი მიდგომა და აი ესეც მაგალითი, რომ აი ეს საქმე უბრალოდ უნდოდა რომ ვიღაცა დამდგარიყო და ეს ყველაფერი სიები, ვიროდის გამოდის, ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს ერეკლემ მიეცა იმის საშუალება, რომ უფრო აქტიურად მუშავა მიმდებარე სახანოებთან, იმიტომ რომ შვიდობა, მრავლდება მოსახლეობა, ეკონომიკა გაძლიერდა, დალაშქრა და ფაქტობრივად შეიერთა ერევნის სახანო და განძის სახანო, ძალიან ამაზე ძლიერი ქართლ-კახეთი არ ყოფილა ერეკლეს არც ერთ პერიოდში. ირანი არ აპროტესტებს, იმიტომ რომ თავისი გასაჭირი აქვს, ოსმალეთთან აქვს ძალიან კარგი მოლაპარაკებები და სტამბოლში გაგზავნა თავისი ელჩობა. ოსმალეთი პირდებოდა, რომ თუ აღიარებდა ოსმალეთის მფარველობას, დაპყრობაზე არაა საუბარი. მაშინ ახალციხეს გადასცემდა ერეკლე მეორეს. ამაზე სერიოზულად მუშაობდნენ, წარმოიდგინეთ, ერევნის სახანო განძა, ახალციხე და ჯავახეთი სამცხეო შეერთებინა ერეკლეს და რასაკვირველია, არა უბრალოდ იმიტომ რომ ქართული ტერიტორიის დაბრუნება რესურსებით გაძლიერდებოდა და მაგრამ ჩაერია რუსეთი, რომელსაც უკვე მოუნდა საქართველო და რა კუთხით ერევა. გამოგზავნა სოლომონთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა ერეკლეს, იმიტომ რომ სოლომონი ოსმალეთს ებრძოდა და არ მოეწონა ერეკლეს დაახლოება ოსმალეთთან. გამოგზავნა რუსეთმა ვახტანგ მე-6-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი.
გამოგზავნა ჯერ ირანში ჩავიდა, შემდეგ იმერეთში წავიდა და ქართლში მყოფი თავადებიც ამოძრავდნენ, რომ ალექსანდრე დასვან ქართლის სამეფო ტახტზე. და რამდენად ისეთი გეგმა ხომ ზაკრული, რომ აი ამ დაწყობილ საქმეში ესე ჩაერიოს და გაუფუჭოს ეს საქმე. გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ერეკლე აი ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გზავნის ელჩებს ევროპაში. და შეიძლება გსმენიათ ერეკლეზე, რომ ის იმყოფებოდა უფლისწულობის დროს გერმანიაში, თითქოს ინგლისშიც ჩავიდა, არის გარკვეული მტკიცებულებები, თან ეგ პერიოდი 40-იანი წლების დასაწყისი, ასე ვთქვათ, ლაქა მის ბიოგრაფიაში, არ ვიცით 42-44 წლებში სად არის ერეკლე მეორე. დაბრუნდა ის ირანიდან, ნადირ-შაჰთან იყო და 45-ში გახდა მეფე. და ის 3-4 წელი სად იყო, არ ჩანს საერთოდ. სავარაუდოდ პეტრე პირველი იყო თავის დროზე, რუსეთში განათლება მიიღო, ფარული სვისი სახელი თვითონ ბრიგითი თავადი იყო და შეიძლება ერეკლეს ეს გამოსწრება გვაქვს უკვე და შეიძლება მართლაც იყო ის გერმანიაში. გერმანიაში თითქოს მსახურობდა ფრიდრიხის არმიაში, ფრიდრიხ მეორის არმიაში. მიიღო იქ სამხედრო განათლება, იმიტომ რომ ძალიან კარგი სარდალია ერეკლე და შეიძლება ეს მართლაც ევროპიდან ჰქონდა ეს მიღებული ცოდნა და თუ ეს ნამდვილია, მაშინ მან ევროპა იცოდა და გზავნის ელჩებს, ელჩები როგორც წესი იყვნენ ევროპელი მისიონერები. ერთი ელჩი თან რა გააკეთა ერეკლე მეორემ, ძალიან უცნაური მომენტია. ესე იგი, რომ გაგზავნა ეს პირველი ელჩი სტამბოლის გავლით. რუსეთს შეატყობინა წინასწარ, გაუგზავნა წერილის შინაარსი, რომ მე ვითხოვ დახმარებას, ვენეციაში მიდიოდა ეს ელჩი და ავსტრიის იმპერიაში. და ვითხოვ დახმარებას. ელჩი გარდაიცვალა სტამბოლში. მკვდარი ნახეს თავის ნომერში. მეორე ელჩი გაგზავნა, იფიქრა რომ ეს ოსმალეთია და სახიფათოა და მტერია და ასე შემდეგ. მეორე ელჩი რამდენიმე თვის შემდეგ გაგზავნა პოლონეთის გავლით, რუსეთი და მეორე პოლონეთი. პოლონეთში ნახეს მკვდარი ეს ელჩი. ერეკლემ ეს ვერ გაიგო. და არც შესაბამისად პასუხიც არ მოვიდა იმ წერილზე, იმიტომ რომ ის წერილები ბუნებრივი არავინ აღარ წაიღო, ადრესატ არ ჩააბარა და ასე რომ პასუხიც არ მიიღო, თან ჩაიშალა მორიგე ჯარი პლუს აი ეს წარუმატებლობა ელჩების კუთხით და ისევ მიმართა ვის მიმართა გასაგებია, რუსები გზავნიდნენ ამ პერიოდში, ჩამოდიოდნენ მოგზაურები, ვაჭრები, დიპლომატები და ერეკლეს ურჩევენ, ესაუბრებიან თუ რამდენად კარგი იქნება რუსეთთან კავშირი, თან ერეკლეს ისედაც ხო ჰქონდათ ეს ქართველებს ბოლო საუკუნე, რომ ერთმორწმუნეობა, რომელიც იყო ძალიან ესეთი არგუმენტი, ჩვენ ბიზანტიასთანაც ჰქონდა ეს არგუმენტი და სულ ომი ჰქონდა, სულ დაპყრობა და შემოსევა ბიზანტიისგან და რაღაცნაირად მაინც არგუმენტად მიიჩნეოდა, მე გამოჩნდა რაც იყო ეგ ერთმორწმუნეობა რუსეთის და საბოლოოდ ერეკლემ ისე რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით. და როგორ გააკეთეს 3 წელი ერეკლესგან ელოდებიან. ის კი არ რუსეთმა შესთავაზოს, იმიტომ რომ რუსეთს რომ შეეთავაზებინა ბუნებრივი პირობები, ერეკლე უკარ ნახებდა საკუთარ პირობებს. და როცა შენს თხოვ აქ მთხოვნელის როლში ხარ და ამიტომ გიწევს დაეთანხმო შენთვის თუნდაც რაღაც გარკვეულ მიუღებელ პირობებს და ათხოვნინეს მოკლედ ერეკლეს. პლუს დაღესტნელების თავდასხმები გაძლიერდა, მორიგე ჯარი აღარ არის, ირანი იმუქრება ისევ როგორც ყოველთვის და ერეკლეც ასაკში, შვილები ის ბევრი შვილი რომ ყავდა, ფაქტობრივად პატარა მეფეებივით იქცევიან თავის მამულებში ჩაკეტილები და ყავს დარეჯან დედოფალი ცოლი, რომელიც ძალიან აქტიური ქალი იყო. დარეჯანს სურდა რომ გიორგი კი არ გამეფებულიყო ერეკლეს უფროსი ვაჟი, არამედ მისი შვილები, რომელიმე ერეკლეს დანარჩენი შვილები და ასე რომ აი ესეთ ვითარებაში პრობლემები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ლევანის სიკვდილი 40 დღე გლოვობდა, ალბათ რაღაცნაირად მიხვდა რომ რაღაცა იქ დამთავრდა ამით და მიმართა დახმარების თხოვნით. ხო, ეს იაშვილზე მოგიყვებით ძალიან საინტერესო ფიგურა. რუსული ჩექმა ოღონდ პირიქით, გეტყვით რაც მოხდა. სოლომონი რო არ დაგვავიწყდეს, სოლომონ პირველი ასევე გზავნის ელჩებს რუსეთში და დახმარებას ითხოვდა და მათ შორის გაგზავნა არა მარტო ელჩები მაქსიმ ქუთათელი რო თქვით მაქსიმი აბაშიძე, ძმები იაშვილები გაგზავნა 8-10 წლის ბავშვები იყვნენ, რომ მათ რუსეთში მიეღოთ განათლება. დარჩა ეს იაშვილი რო ნახოთ, სახელი თავისთავად ვლადიმერი არქმევია, რუსეთში ხელახლა მონათლეს და ვლადიმერად მონათლეს. გახდა გენერალი.
და მისი ხელით მან მოკლა მისი ხელით პავლე პირველი რუსეთის იმპერატორი. ეკატერინე შვილი, ძალიან ცნობილი შეთქმულება, ალექსანდრე გახდა შემდეგ მისი ვაჟი, ასევე ალექსანდრე, რომელმაც დაიპყრო საქართველო. პავლესთან შევიდნენ 10 სხვადასხვა სამხედროები, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები და პირველი მოთხოვნა იყო, რომ უნდა გადამდგარიყო პავლემ და ალექსანდრემ გადაუხვიეთ ჩვენ თემიდან, მაგრამ საინტერესო ამბავია. პავლე თითქოს დათანხმდა, მაგრამ შემდეგ ამან გაარტყა ხელი პავლეს. ყველა მასადებს ხელს აბსოლუტურად იმდროინდელი მნახველები, შემდეგ იმდროინდელი ისტორიკოსები, რომ საფეთქელში ხელი დაარტყა, პავლე წაიქცა, შემდეგ დაესივნენ, ფეხით ცემდნენო და ესე იგი რუსული ქართული ჩექმა მოხდა პავლეს და შარფით გაგუდეს საბოლოოდ პავლე პირველი. ალექსანდრე პირველი გამოვიდა შემდეგ საძინებლიდან, პატარა სცენა დადგა იქ, ტიროდა, თავს უთხოვდა კედელს, რომ მამა ჩემი მოკვდა და მეორე დღეს შვიდად დაჯდა ტახტზე, არავინ არ დაუსჯია იაშვილის გარდა. ოღონდ იაშვილმა წერილი მისწერა, წერილი დაწერა, რომელიც გაჟღენთილი იყო რევოლუციური იდეებით, რომ პავლე იყო თვითმპყრობელი, რაღაცა ცუდად მოქმედებდა, არანაირი დემოკრატია და მაგ წერილის გამო ვარაუდობენ, რომ გადაასახლეს და ჩამოაშორეს სამხედრო კარიერა. სწორედ ასჩით სხვანაირად არ დაუსჯიათ და ეს არის ის ცნობილი იაშვილი. რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, 1792 წელს შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყებოდა და ხელი მოეწერა პატარა ციხესიმაგრე არის გეორგიევსკი, წმინდა გიორგის სახელობის ციხესიმაგრე. ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი იყო გარსევან ჭავჭავაძე, რუსეთის მხრიდან იყო პოტიომკინი, პავლე პოტიომკინი. რამდენიმე დღე გრძელდებოდა მოლაპარაკებები, ბუნებრივია წინასწარ უკვე განსაზღვრული იყო თემები და საბოლოო ჯამში 24 ივლისს ხელი მოაწერა 1793 წელს. შედიოდა მასში 13 მუხლი და 4 საიდუმლო არტიკული, 4 დამატებითი პუნქტი. და ამ მუხლებში არის საკმაოდ ვრცელი მუხლები, ხო, ცალ-ცალკე ხა ცოტა რთული იქნება ამის საკითხვა. მოკლედ რომ შევეხოთ თუ რაზე არის საუბარი. რუსეთი ქართლ-კახეთს იღებდა მფარველობაში. ეს არის ოფიციალური ფორმა. შესაბამისად, სულ დაწვრილებით არის გაწერილი თუ რა ვალდებულებები აქვს ერთმანეთთან, ქართლ-კახეთს და რუსეთს. შიდა საქმეებში რუსეთი არ ერევა. შიდა საქმეებში იგულისხმება მართლმსაჯუნება, კანონები ზოგადად, ფინანსები, დანიშვნა, სხვადასხვა თანამდებობის დაკავება. ოღონდ, აი ეს ოღონდ ჩვენ რამდენგანმე გვხვდება და არის ცოტა უცნაური და აჩვენებს კარგად, რომ ეს არის არათანაბარი შეთანხმება. ივანე ჯავახიშვილი მაგალითად ძალიან ცუდად აფასებდა ამ შეთანხმებას, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ ვაფასებთ მოვლენებს უკვე მომდევნო ეპოქების გათვალისწინებით და იმ დროში რომ ეცხოვრა ადამიანს, ნიკოლოზ ბარათაშვილმაც რომ დაწერა, მან უკვე იცოდა რაც მოხდა, ხომ, დაიპყრეს საქართველო და იქ დებატები რომ აქვს ცხარე, თუმცა რასაკვირველია იყო დებატები, იმიტომ რომ თავარი არგუმენტი რა იყო მოწინააღმდეგეების, რაც თავის დროზე ვახტანგს ჰქონდა. არა ის რომ რუსეთი ცუდია, დაგვიპყრობს და რაღაცას იზამს, გავაღიზიანებთ ირანს და ოსმალეთს. ეს უფრო აშფოთებდათ და რუსეთის შემოსვლა რასაკვირველია ამას გამოიწვევდა. გამოიწვია კიდეც, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. მაგრამ ხო, შიდა საქმეებში არ ერევა, მაგრამ ეს რჩევასავით აქვს ერეკლე მეორეს, რომ თუ დაანიშნავ თანამდებობაზე რომელიღაცა კანდიდატს, გაითვალისწინე მისი დამსახურება რუსეთის წინაშე. შესაბამისად, ის ადამიანი არჩიე თუ ის რუსეთთან არის რაღაცა კავშირში. საგარეო კუთხით იყო შეზღუდვა. თუ ქართლ-კახეთი გადაწყვეტდა ურთიერთობას რომელიმე სხვა მესამე სახელმწიფოსთან, ოსმალეთთან მაგალითად, უნდა გაერთხილებინა რუსეთი და მიეღო ნებართვა და საქმის კურსში ყოლოდა თუ რა კუთხით მიდის მოლაპარაკება. ესეც ბუნებრივია და ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვა ქართლ-კახეთის სამეფოსზე. პირობები იყო ვაჭრობაზე, მაგალითად, ეს კარგი პირობა იყო. ქართველი ვაჭრები იღებდნენ შეღავათებს და როგორც რუსი ვაჭრები ვაჭრობდნენ საკუთარ ქვეყანაში, ისე ქართველები იმავე ტარიფით ივაჭრებდნენ. ასევე სანაცვლოდ რუსებიც ივაჭრებდნენ შეღავათით. იყო კიდე მაგალითად ერთი ცალკე მუხლი, რომ თუ კი რუსეთი გაათავისუფლებდა ტყვედ-ჩავარდნილ ქართველებს, მათ ჰქონდათ უფლება დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ოღონდ იმ პირობით, რომ აენაზღაურებინათ გამოსასყიდი თუ ხარჯები, რაც დაჯდებოდა.
კიდევ იყო პუნქტი, ძალიან ეს არის ძალიან საინტერესო, მეორე პუნქტია, რომ ქართლ-კახეთის მეფე, რომელიც შემდგომში ავა ტახტზე, უნდა დაამტკიცოს რუსეთის იმპერატორმა. შტაბ-ეშტილება რჩება, რომ თითქოს ეს დამტკიცება არის უბრალოდ ფორმალობა, არ შეუშლიან ხელს რუსები, დანიშნავენ, მაგრამ მაინც უნდა შეატყობინო და ერთმანეთთან მინისტრებს ნიშნავენ, რუსეთის მინისტრი იქნება სამეფო კარზე ქართლ-კახეთში და ქართველი იქნება მოსკოვში და მინისტრის თანდასწრებით უნდა დაიფიცოს ტრაქტატის ფიცზე, მომდევნო მეფემ. რუსეთი მას გამოუგზავნიდა სკიპტრას, ხმალს და ასე ვთქვათ დააჯილდოვებდა და მიიღებდა როგორც მეფე. კიდევ ერთი ძალიან სადაო საკითხი, ეკლესიის საკითხი. არ ვიცი ერეკლეს 71-ში მგონი არც არის ინფორმაცია, რატომ მოითხოვა რომ კათოლიკოსი დარჩენილიყო ქართლ-კახეთში 71-ში რომ იყო გაგზავნილი. შეიძლება იმიტომ რომ პეტრე პირველმა გააუქმა პატრიარქის თანამდებობა რუსეთის ეკლესიაში. დაუქვემდებარა წმინდა სინოდს, სინოდი დაუქვემდებარა ობერპროკურორს, რომელიც იყო სამხედრო პირი. ესე იგი ძალიან მტკიცედ დაიწყო პეტრე მართვა ეკლესიის და ალბათ ამის გამო მოითხოვა ერეკლემ რომ კათოლიკოსი ყოფილიყო ისევ ქართულ ეკლესიაში. ტრაქტატში ჩაიწერა მერვე პუნქტი, რომ ქართველი კათოლიკოსი შევიდოდა სინოდში, მისი წევრი გახდებოდა და განისაზღვრა ტობოლსკის არქიეპისკოპოსი, ესეთი არქისაეპისკოპოსოა, მისი რანგი განესაზღვრა. ესე იგი, ჩვენი საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ესე მარტივად რაღაცა სინოდის რაღაცა მერვე რანგის დონეზე დავიდა და ჩაიწერა მომდევნო ეკლესიის სტატუსი თუ როგორი უნდა იყოს და როგორი იყოს განისაზღვრება მომავალში. ესე იგი, ფაქტობრივად რუსებმა არ აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. არც კი ან მოტყუებითაც კი არ წადეს რომ დაემშვიდობინათ ქართული მხარე, პირდაპირ ჩაიწერა რომ მომავალში განისაზღვრება ამის შესახებ დაწვრილებით. კიდევ იყო პუნქტი, რასაკვირველია სამხედრო დახმარებაზე. ეს უკვე საიდუმლო 4 საიდუმლო არტიკული არის, ბოლოში გვაქვს ის 4 არტიკული, რომ ეხმარებიან ერთმანეთს ჯარით საჭიროების შემთხვევაში. ქართლ-კახეთში ჩადგებოდა 2 ბატალიონი ზარბაზნებით, ასევე მათი საკვების შეძენა მოხდებოდა რუსეთის ფინანსებით, ოღონდ ქართველებს უნდა მიეცათ შეღავათიან ფასებში და ომის შემთხვევაში რუსეთი დამატებით გამოგზავნიდა ჯარს. რამდენიც საჭირო იქნებოდა იმ ომის საჭიროებისათვის და მოაწერეს ხელი, როგორც გითხარით, გარსევან ჭავჭავაძემ და პოტიომკინმა. შემდეგ ჩამოვიდა ბოლო პუნქტი იყო კიდე, არც აქვს იმას მნიშვნელობა, 6 თვეში მოახდინოთ რატიფიცირება და რაც ადრე მით უკეთესიო, რუსები ჩქარობენ. ჩქარობენ რომ სასწრაფოდ ქართლ-კახეთს ესე ხელი დაადონ თავიანთი უბრალოდ თათი დაადონ დათვის. და ჩამოვიდა თბილისში და ერეკლემ რატიფიკაცია გაუკეთა, შემდეგ ეკატერინემ მოაწერა ხელი და ასე გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი. ტრაქტატად და საინტერესო იყო შემდეგ რა გაგრძელება ჰქონდა და დაირღვა ბევრჯერ. დაარღვიეს რუსებმაც იმავე პერიოდში, 2-3 წელიწადში, დაარღვიეს ერეკლემაც დაარღვია. დრო როგორ გვაქვს? ჯერ გვაქვს მაშინ ერეკლე მეორე ბარემ ბოლომდე გავიდეს და მე დაპყრობაზე უკვე ცალკე ან შესვენება რაღაცა 2 წუთი შეიძლება. როგორ ეხეს შევწყვიტოთ და მე გავაგზავნოთ? არა, თუნდაც შევისვენოთ თუ თქვენ როგორ ციტყვით. და ერეკლეს ბოლომდე შეგვიძლია, ბევრი აღარ დარჩა პრინციპში და ტრაქტატის დადებაზე გავჩერდით. თავისთავად გაიგო ყველა მეზობელმა ტრაქტატის შესახებ და არავის მოეწონა. როგორც თავის დროზე ვახტანგ მე-6-ე პეტრე პირველთან იყო კავშირი რომ ქონდა, არ მოეწონათ იმიტომ რომ ერთი საფრთხე რაც გაიაზრეს იყო ის რომ ქართლ-კახეთი გაძლიერდება, მეორე ის რომ რუსეთი შემოაღწევს სამხრეთ კავკასიაში. და თან რელიგიური ფაქტორია, პოლიტიკური, ყველანაირი ფაქტორია, რაც მათთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, ერეკლეს წინააღმდეგ, ოსმალეთის ერეკლეს წინააღმდეგ არის ირანიც, დაღესტანიც. თუ მანამდე დაბალანსების პოლიტიკა, სათქმელად ძალიან კარგია ხომ დაბალანსების პოლიტიკა, მაგრამ გასაკეთებლად რთულია და მანამდე ერეკლე თუ ახერხებდა ამას, აი ამ ტრაქტატით დაირღვა ეს ბალანსი და აირჩია ერთი მხარე,
ოღონდ ის მხარე, როგორც მე გამოჩნდა, არ იყო არანაირი გარანტია, ესე იგი არ უღირდა, ასე გამოვიდა. შემდეგ აი ამ ბალანსის დარღვევა და რასაც 20-30 წელი აკეთებდა, უცებ ერთი ხელის მოწერით ჩაიყარა წყალში. პირველი ნიშანი იყო ომარ ხანის ლაშქრობა. ომარ ხანი იყო ჩეჩნეთის და დაღესტნის დიდი ნაწილის პატრონი, მოახერხა დროებით გაერთიანება, ძალიან დიდი რესურსით, ძლიერი ჯარით, შემოიჭრა ქართლ კახეთში. 2 თვე აოხრებდა ქართლ კახეთს, 2 თვე იყო ქართლ კახეთში. მიუხედავად იმისა, რომ ის 2 ბატალიონი აქ იმყოფებოდა და ერეკლეს ჯარი პლუს, უბრალოდ ვერ აჩერებდა, ვერ ამარცხებდა. გაგზავნა რუსეთში რამდენჯერმე თხოვნა მაშინ გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, ითხოვს დახმარებას, ოღონდ არ გამოგზავნეს დახმარება. აი ეს არის როგორც პირველი, ასე ვთქვათ, ტრაქტატის დარღვევა, იმიტომ რომ ცალსახად არის განსაზღვრული, თუ ქართლ კახეთი ითხოვს დახმარებას, უნდა დავეხმაროთ მას შესაბამისად, ჩაწერილი ფორმით. არ მოვიდა დახმარება. ერეკლემაც მეტი რა ექნა, შესაბამისად გადაუხადა ერთჯერადი გამოსასყიდი 10,000 მანეთი, თავი რო დავანებოთ იმ ზარალს, რაც ქართლ კახეთმა მიიღო იმ 2 თვიანი ლაშქრობით, ახტალას ვერცხლის მაღარო, დაანგრია, ესე იგი ხო გაძარცვა, ასობით ოსტატი და მუშავინც იყო წაიყვანა და მონებად ტყვეებად გაყიდა და დაანგრია ის მაღარო. ესე იგი, დაანგრევა მაინც რა იყო, იქიდან რომ ვერცხლს ამოიღებ ხოლმე, ის რომ ეფიქრა რომ მე კიდევ შემოიჭრები და რაღაცა იქნება კიდე ავიღო ვერცხლი, არა, უბრალოდ დაანგრია და ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ხაზინისთვის, პლუს 10,000 მანეთი გადახდა, პლუს 5,000 მანეთი ყოველწლიურად უნდა გადაეხადა ერეკლეს და რუსეთთან არავითარი ეს დახმარება, უფრო მეტიც 87-ში 88-ში ოსმალეთი დაემუქრა რუსეთს ომით და ეს 2 ბატალიონიც გაიყვანა. რაც ჩაყენებული იყო და კარგი იყო, გაიყვანა საერთოდ ქართლ კახეთიდან. ამის მერე ერეკლეს უწევს უკვე ოსმალეთთან მოლაპარაკებები, ცდილობს რომ ისევ რაღაცნაირად ურთიერთობა მათთან გამოასწოროს, მაგრამ იმდენად არის უკვე შორს შესული ეს რუსეთთან ურთიერთობა, რომ ტრაქტატი არსებობს, ხომ ხელმოწერილი, ძალაში ის ტრაქტატი, შესაბამისად და მე რუსეთმა ამაში დაადანაშაულა, რომ შენ მოქმედებდი შეეტყობინების გარეშე. ტრაქტატში ხო იყო ჩაწერილი პუნქტი, რომ თუ მესამე სახელმწიფოსთან ეკრებოდა რამე სახის კონტაქტი, უნდა შეეტყობინებინა რუსებისთვის. მაგრამ ეს არ გააკეთა და მანამდე თვითონ რომ დაარღვეს ეს არაფერი. და ყველაზე ცუდი მომენტი, ტრაგიკული ეპიზოდი, ეს არის აღა მაჰმად ხანი. აღა მაჰმად ხანი, რომელიც იყო ყაჯართა დინასტიის საჭურისი, ბავშვობაში დაასაჭურისეს, თელემისი ოჯახი ამოწყვიტეს და ეს რომ იყო მაშინ მგონი 5 პატარა მცირეწლოვანი იყო, დაასაჭურისეს რომ ამან რა უნდა დაგვიშაოსო და იმდენად მიზანსწრაფული აღმოჩნდა რომ ეს საჭურისი ბავშვი გაიზარდა და ირანის შაჰი გახდა საბოლოო ჯამში, წლები იომა და მთელი ირანი დაიპყრო და ერთ-ერთ მთავარ მიზნად შემდეგ გამოაცხადა ქართლ კახეთი. ერთი რომ ის თავის ვასალად მიაჩნდა ისედაც, მეორე რუსეთის ფაქტორი და შეჩერება უნდა რუსეთის, ერეკლეს გამოუგზავნა ძალიან დიდი წერილი, ისეთი დაშაქრული ენით, ერთ რამეში მართალი აღმოჩნდა რუსებსო ნუენდობი, ეგენი მოგატყუებენო. და უწერია პირდაპირ წერილში და აღვადგინოთო ჩვენი ძველი მეგობრობა, კაი მეგობრობა ქონდა ჩვენ, ერეკლემ და დაიმუქრა მუქარ და თავდასხმით, რომ თუ არ გახდები ისევ ირანის ვასალი, შემოვიჭრები ჩემი არმიით. ერეკლემ ეს წერილი ასლი გააკეთა, თავისივე ასევე კომენტარებით, რომ მემუქრება თავდასხმით და სასწრაფოდ გამომიგზავნეთ ჯარი. გაგზავნა ჩრდილოეთ კავკასიაში. როგორც ამბობენ, გარსევან ჭავჭავაძე, იცით ხო ალექსანდრე ჭავჭავაძის მამა, ცნობილი დიპლომატი, ვინც ხელი მოაწერა ტრაქტატის პირველი ხელმომწერი, უშედეგოდ აბრახუნებდა იქ გეორგიევსკი, ოზდოკში წავიდა მერე და არანაირი ყურადღება ჯარი არ გამოგზავნეს. მერე მოგვიანებით მიზეზი იყო გზები, იქ ვერ გადმოვედით, იქ ვერ გადავედით და დარჩა ერეკლე მეორე ერთ-ერთზე აღა მაჰმად ხანის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციები ამ საკითხზე, რა უნდა ექნა ერეკლეს. ერეკლე ისევ მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ ერთმორწმუნე რუსეთი არის ხსნა საქართველოს, ქართლ-კახეთის და მთლიანი საქართველოს. მაგრამ იმ მომენტში, კონკრეტულ მომენტში, როცა შემოიჭრა აღა მაჰმად ხანი, ძალიან სადაოა, ხომ? იბრძოლა ერეკლე მეორემ, ყავდა მას 3,000-მდე მეომარი. ბევრი ცუდი დამთხოვები კიდე მაინც და მაინც იმ მომენტში უნდა გაჭირებულ კაცს ქვა აღმართში წამოეწევა რომ არის აი ესე მოხდა იმერეთის მეფე იყო სოლომონ მეორე ამ დროს ერეკლეს შვილიშვილი
ერეკლეს შვილი იყო იმერეთის სოლომონ პირველის ძმის ცოლი და ორივე მხრიდან ბაგრატიონი იყო სოლომონ მეორე. ძალიან კარგი მეფე, კარგი მხედართმთავარი, ისეთი პატრიოტი, რაღაცნაირი უკვე თანამედროვე პატრიოტიზმის შეიძლება ნიშნები აქვს ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აქეთ სადაბრძოლა მე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ესე გელათში გადმოასვენეს 1190-ში. სოლომონი გადმოვიდა 2000 კაცი ყავდა მე მგონი. ერეკლემ დააყენა ოღონდ ზურგში როგორც რეზერვი და გააფრთხილა რომ როცა შეგატყობინებ რაღაცა მომენტში ჩაებები ბრძოლაში. ერეკლემ თავარსარდალია. პირველ დღეს როცა მოვიდნენ თბილისთან სამხრეთიდან, თაცმინდა იქით კოჯორი, ტაბახმელა მაგ ტერიტორიაზე, თლიანი ჯარი რაც ყავდა ერეკლეს წინა ხაზზე განათავსა. წინა ხაზი რასაკვირველია, ჯარის რაღაც რაოდენობა დგება, მე არის რომ ძირითადი არმია, რეზერვი და ასე შემდეგ და ირანელებმა რამდენჯერმე რომ შეუტიეს ძალიან იოლად მოიგერიეს ქართველებმა, იმიტომ რომ ისინი ხო ავანგარდით უტევენ და გონიათ რომ ავანგარდი ავანგარდზე იბრძვის. და ამ დროს მთელი ქართული ჯარი დგას იქ და მოიგერიეს კონტრიერში უკანაც გაყვნენ და აღამ აჰმად ხანმა გადაწყვიტა რომ ეს არის ერეკლეს კიდე ჯარი ყავს თავისთავად. ხო გიორგი მე-12-ზე არ გამოვრჩეს ჩვენი სასიკადულო მეფე. თელავში დასვა მეფე, როგორც თვითონ იყო თეიმურაზ მეორის დროს კახეთის მეფე, გიორგი დასვა იქ, ერთად მართავენ კახეთს ბოლო წლები. 1000 კაცი ყავდა, რაც ვიცით დოკუმენტურად, 1000 კაცი ყავდა თელავთან გიორგი მე-12-ს. მოიმიზეზა, რომ კახეთსო ვიცავო დაღესტნელების თავდასხმის გამო, დაღესტნელები იმუქრებოდნენ და არ დაძრა ეს ჯარი ერეკლეს დასახმარებლად. და არადა თბილისი, დედაქალაქია ქართლ-კახეთის, მერე მისი დედაქალაქი გახდა, ხო მეფე რომ გახდა, არ გამოიყვანა ის ჯარი, ერეკლეს ყავდა 3000-მდე. აღამ აჰმად ხანი იმ დღეს გაბრუნდა უკან. ჩათვალა რომ ერეკლეს ეს თუ ყავს წინ ამხელა ავანგარდი, უკან ამდენი უნდა ყავდეს, მიბრუნდა, თუმცა მივიდა მასთან ერთი თბილისელი მოქალაქე, მოღალატე, ორნი იყვნენ. ოდი ერთი სახელი ფიგურებს ორნი თუ სამნი იყვნენ და ერთი სახელს ახსენებენ ხოლმე. არარატიანცი იყო ესეთი ვაჭარი და ძალიან ცუდად კეთდება ხოლმე აქცენტი რომ აი სომეხი იყო და იმდენი ქართველი მოღალატე ყავს ჩვენ, იმდენი რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეროვნება მით უმეტეს მაშინ არ იყო მთავარი ფაქტორი, რელიგია იყო ჯერ და ასე შემდეგ და ტანის მოქალაქე იყო, თბილისელი იყო და მივიდნენ და სხვაებიც იყვნენ, იქ მაგას არ ახსენებენ ხოლმე, ქართველებიც იყვნენ, იქ ერთი თუ ორი კიდე და აღამ აჰმად ხანს უთხრეს რომ ერეკლეს მეტი ჯარი არ ყავს, რაც არის სულ ყავდა წინა ხაზზე. მობრუნდა აღამ აჰმად ხანი, ერეკლემაც შეიტყვა ამის შესახებ, იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და თბილისისკენ დაიხიეს უკან, ორთაჭალა კრწანისის ტერიტორიაზე 3000-მდე მეომრით, ზარბაზნები ყავდა მთაწმინდის კალთებზე, ის ზარბაზნებიც მერე სპარსელებმა აიღეს იერიშით და მეზარბაზნეებმა მერე ხმლებით იბრძოლეს და დახოცეს იქ და ესე იგი, რაც უპირატესობა ჰქონდა, მთა ეგეც დაკარგა, პლუს და 300 არაგვერის გმირობა იცით, ფიცი რო ჰქონდა დადებულნი. იმ 3000-დან დაახლოებით 200 ადამიანი გადარჩა და ერეკლე გაიყვანეს თბილისიდან. შვილებს რაც შეეხება, ამდენი შვილი, ერთი შვილი იბრძოდა, თუ სწორად მე მგონი, სწორად მახსოვს და ორი თუ სამი შვილიშვილი. გიორგი თელავში იყო, ის დანარჩენი შვილები და შვილიშვილები თავის მამულებში და 75 წლის კაცი ხმლით ხელში იბრძოდა. ხო, მაგ დროს ძალიან გული წყდება, თუ ვიღაცა აკრიტიკებს, პირველი ეს გახსენდება, რომ ბოლომდე იბრძოდა და კრიტიკა როგორ მოგიბრუნდება გული, რო თქვა, რომ აი როგორ შესტომები ღალატზე აღარ ასაუბარი ახლა რომ თქვა იმ ერთმა. ხო და ერეკლე რო გაიყვანეს თბილისიდან, ცხენი მოაბრუნა თურმე და დაიჭირეს ისევ და გაიყვანეს ძალით. თბილისელი მოქალაქეებიც იბრძოდნენ და სოლომონზე ეს იყო კიდე ერთი ტრაგიკული ეპიზოდი, ერთმანეთს რომ იყვება, გაუგზავნა მალემსრბოლი და სპარსელებმა მოკლეს ის მალემსრბოლი. ბრძოლაში ჩართვაზე ატყობინებდა რომ ჩაები ბრძოლაში რაღაც კონკრეტული მიმართულებით და სოლომონი ელოდება ბრძანებას და არ მივიდა ბრძანება. და როდესაც და უკვე სპარსელები რო თბილისში შევიდნენ, მერეღა მიხვდა რომ ბრძოლა წაგებულია. და მერე ხო თავს მამდვილად აღარ შეაკლავდა, მაინც იმერეთის მეფეა და ამიტომ თავისი ჯარით გაბრუნდა უკან. უომრად, ეტო წაგებულ ბრძოლაში მართლა თვითმკვლელობა იქნებოდა და ასე რომ ვერც სოლომონი გამოიყენა, ასე რომ ერეკლე გაიყვანეს შემდეგ ანანურისკენ, ორი კვირა ოხრებდნენ თბილისს, მის შემოგარენს
დაანგრიეს ვახტანგის დაარსებული სტამბის შენობა, მე ერკნემ აღადგინა სასახლე რაც იყო, აბანოები დაანგრიეს, თბილისი მოკლედ დაანგრიეს და მარბეველი რაზმები დააგზავნეს აქეთ-იქით, არაგვის ხეობაში კი ერთი რაზმი ამოწყვიტეს იქ ცოტა გვიან მიდიოდნენ დააგვიან და ჩართვა ბრძოლაში და ის რაზმი რომ მოდიოდა 500 კაციანი გადაეყარნენ სპარსელების მარბეულ ლაშქარს და გაწყვიტეს ისინი, მაგრამ რაღაც უშვერიდან გზანის ის ბრძოლას და მოკლედ ესეთ დიდი მარცხი რუსეთმა შემდეგ დაძრა ჯარი და აღა მაჰმად-ხანი მოერიდა შეტაკებას, გავიდა ქართლიდან. აქაც როგორი მომენტი იკვეთება, ძლიერი ქართულ კახეთი რუსეთს არ უნდა. თუ ის დაეხმარა, ქართლ-კახეთი გაძლიერდა, მერე თვითონ ხო აპირებს უკვე დაპყრობას და ეს გეგმა აქვს. შესაბამისად, გაუჭირდება დაპყრობა და ამიტომ აცალა ირანს აოხრება, იქ ამდენი რაღაც 14000 კაცი ტყვეთ და მონად გაყიდეს შემდეგ ამდენი ბრძოლაში დაიღუპა და თან ეს ხო ირანი აკეთებს ამას. და ქართველი ადამიანისთვის ირანია ის ბოროტება და საშინელი მტერი რომელიც იყო, მაგრამ რუსეთი ამას უყურებს და აცლის რომ ლეკი იქნება თუ ირანელი იქნება, რომ კარგად გული მოიოხოს, ააოხროს, უფრო და მეტად დასუსტეს, უფრო შეზიზღდეს ქართველს და უფრო მეტად თხოვოს რუსეთს დახმარება. და ზუსტად აი ეს რაც უნდოდა, მე გიორგი მე-12-მ უფრო მეტად და ფაქტობრივად შემოიყვანა რუსეთი და ასე რომ ესეთი ძალიან ბოროტი გეგმა სხვისი ხელით კეთება, ეს ცნობილი დევიზი ხშირად შეგვხვდება, რომაული დევიზი, მერე ბიზანტიის იმპერიას ჰქონდა, ყველა იმპერიას, გაყავიდა იბატონე, ერთმანეთთან აუმო, არა და ირანისთვისაც მტერია რუსეთი. დაღესტნისთვისაც მტერი იყო, იმიტომ რომ მოვიდა მერე დაღესტანის დაიპყრო, საქართველოს დაიპყრო, ირანი შესაბამისად გააძევა აქედან და იმის ნაცვლად რომ ეს განესაზღვრათ ისევ ომები და ჩვენ ყვებოდით ამ ომს, ან ირანს ამოსმანეთს არც კი ქონეთ ის მომენტი, რომ გააძლიერო საქართველოს და მერე ძლიერი საქართველოს იქნება შენი მოკავშირე და ბუნებრივი წინაღობა კავკასიონზე რუსეთის შესაჩერებლად. არა, ისევ და ისევ მოდიან, აოხრებენ, ასუსტებენ და მერე ამ სულს თვითონაც ხო ზარალდებიან ამ ბრძოლით და აი ამ დასუსტებულ აი ამ იმპერიებთან მოდის უკვე საქართველო და რუსეთი. და ესე გააკეთა კიდეც. ხო, ერეკლეს გარდაცვალებაზე ვთქვათ კიდევ, ძალიან ესეთი გული წყდება ადამიანს. გარდაიცვალა თელავში 78 წლის, წამოასვენეს სვეტიცხოველში, ხო შავი ჭირი, რომ მოასვენეს ის ტყუილია 40000 ქართველების დასაკნინებლად ამბობენ ხოლმე, რომ გზანისთანო 3000 კაცი ყავდა და 40000 შეკაზმული მეომარი აცილებდა, 40000 შეიძლება კაციც აღარ იყო, არა თუ მეომარი. რატო იგონებენ? ისედაც ბევრი შეცდომა გვაქვს და კიდე გაზუიადება ნამატება აღარ გჭირდება ნამდვილად. როცა მოასვენეს სვეტიცხოველთან შეიტყვეს რომ მცხეთაში რაღაც დაავადება იყო გავრცელებული და სულ რამდენიმე ადამიანმა გაბედა და შეასვენეს სვეტიცხოველში რამდენიმე ადამიანი. ბოლომდეც ვერ მიყვნენ და ესე დაკრძალეს ერეკლე მეორე სვეტიცხოველში 78 წლის. კითხვები? მათ დროს ეს ქართველების რაოდენობა მართლა ესეთი ცოტა იყო, რომ მაგით აპელირებენ ახლა დღეს, რომ უკვე თითქმის აღარ იყო და გაწყვეტილი იყო და მეტი გზა არ იყო და რაღაცა ესეთი შემცირებული იყო მოსახლეობა. ითვლება, რომ 240,000 იყო ერეკლე მეორეს მეფობის ბოლოს. აღმოსავლეთ საქართველოს ადამიანი. დასავლეთ საქართველოს 9 მილიონი. ოღონდ ეს არის ცოტა რუსების უხეში დათვლით კომლები, ოჯახები დათვალეს. ოღონდ მაგას ჩვენ უნდა მივამატოთ ერეკლე, რასაც აკონტროლებდა ოსები მაგალითად, რომლებიც ეხმარებოდნენ ომში, განძის სახანო, ერევნის სახანო, კიდე ერთი ვერაგობა გამახსენდა, ყაბარდოდან აპირებდა რამდენიმე 1000 ადამიანის ჩამოსახლებას, რომ შეევსო დაცარელებული მიწები და რუსებმა არ გამოუშვეს. 70-იანი წლების ბოლოს, აი ყირიმი რო დაიპყრეს, ალექსანდრე რო გამოგზავნეს, ლევანი რო დაიღუპა, იმ დროს ეგეც დაემატა, რომ ყაბარდოელები არ ჩამოუშვეს, რომელიც ძალიან კარგი რესურსი იქნებოდა სამხედრო თუ ეკონომიკური კუთხით. და ეგ 240,000 ცოტა ნაკლები გონით, 300-400,000-ია სავარაუდოდ ქართლ-კახეთი. დასავლეთი ვიცით 9 მილიონი რაოდენობა. ანუ ჯამში მილიონიც არის. მილიონი არის, ხო, მილიონი. იმ დათვლით იყო 700,000-ზე ცოტა მეტი და შეიძლება 800-900 ყოფილიყო მაქსიმუმ. ხო, ცოტა არის, მაგრამ ტერიტორიაც არ ქონდა დიდი, ასე რომ, იმიტომ რომ ჯავახეთი არ იყო მაშინ საქართველოს შემადგენლობაში, აჭარა არ იყო შემადგენლობაში, ასე რომ ის ნაწილიც ქართული, ასე ვთქვათ, იქით ცხოვრობდა საზღვრის მიღმა. ეს ყველგან ცნობილი სულ ამბობენ
რუსერატო რუსეთი აირჩია მაგალითად და არა ეს დანარჩენი ან ოსმალეთი ან ირანი მარტო ის რომ ის ძლიერდებოდა მხოლოდ ის რომ ქრისტიანები იყვნენ ესეც ხო თავარი ის ერთ-ერთი მათანაჩენ ხო ლექსიდან გამომდინარე თუნდაც ხო ქართველები ხო მაგას ვთქვათ და ეს ვიცით რომ ქრისტიანობაც აირჩია ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა მაგალითად თუ არის ამაზე რა ისეთი თუ არ აირჩია რუსეთი რომ არ აერჩია მანამდე ხომ საუკუნეები ირანი მაგ დროს ძალიან დასუსტებული იყო ჩვენ თუ ფორმალურადაც რომ ეღიარებინა ვასალობა ირანის ამით დაკმაყოფილდებოდა ირანი იმიტომ რომ ნამდვილად არ ქონდა ის რესურსი რომ ომი დაეწყო მასშტაბური უბრალოდ აღა მაჰმად-ხანი იყო რომ ის გამონაკლისი ამოვარდნა ზოგადი ხაზიდან იმიტომ რომ იყო მანია შეპყრობილი რაღაცა იდეით საჭურისი იყო გაბოროტებული ყველაზე და ყველაფერზე დანარჩენი შემდეგ რაც გვაქვს ჩვენ პირველ რიგში ებრძოდნენ რუსეთს ირანელები და ორი ომი ქონდათ მე-19 საუკუნეში და ბრიტანეთი აქეზებდა პლუს ირანს რუსეთის დასასუსტებლად თორე არ ქონიათ იმათ რომ მაინც და მაინც ქართლ-კახეთი ან სომხეთი ან ბაქო რუსეთი თუ არ იქნებოდა უბრალოდ ის ომებიც მაგათაც ძალიან საზარალო იყო და აი მაქსიმალური მობილიზებით რუსეთის წინააღმდეგ ჩვენთან მაგას ვერ გააკეთებდნენ ოსმალეთი მით უმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში მაგდროს უკვე თითქმის თუ გამოუვა და მცირე რესურსით და მოლაპარაკებით თანახმა იყო ოსმალეთიც ოსმალეთიც მაშინ აკეთებს იქ იწყებს როცა რუსეთი ჩნდება რომ არა რუსეთი და მისი ესე შემოსვლა ამ სივრცეში ესეთი გაგრძელება არ ექნებოდა ასე რომ იმაზე საუბარი რომ გადაგვარჩინეს თავისივე შექმნილი პრობლემიდან გადაგვარჩინეს ანუ პრობლემა შეგვიქმნეს და მე ვითომ მოგვიხსნეს ეგ არა გადარჩენი ხო და მე თან დაგვიფრო ესე იგი თვითონ შექმნა პრობლემა მე ის გადაჭრა და დაგვიფრო ასე რომ აქ ხელოვნურად გიქმნია ხო ანუ სხვა სულ არ აქვს რა გიწევს უკვე საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ ხო ტრაქტატი არ იყო ხო არ იყო აი მივხვდით ეგ არის რომ მივხვდით რომ არ იყო კი აი ეგ არის სწორი ფორმულირება ერთი წამი აი ეგ რო ჩამოვაყალიბოთ რომ სამკენო ჩამოვაყალიბოთ რომ აი იმ ცნობილი ამ რაღაც ამბებიდან გამომდინარე რომ ეს იყო ღალატი და ასე შემდეგ მაგრამ მოდეთ ჩვენ რო ვთქვათ რომ ერეკლეს გადაწყვეტილება ესეთი პასუხი რო იყოს რომ ერეკლეს გადაწყვეტილება იყო თუ არა პირველ რიგში ღალატი და იყო თუ არა ცუდი გადაწყვეტილება ანუ შენ როგორც ისტორიკოსი როგორ ღალატი არ იყო რასაკვირველია იმიტომ რომ ღალატის განსაზღვრებები ძალიან ისეთია ხო ღალატი არის მიზანმიმართული შენი ქვეყნის წინააღმდეგ ავნო გაანადგურო ხო და არც კი არის რაიმე ნიშანი ღალატის არც შეიძლება ამაზე საუბარი ისტორიაში ზოგადად უხდება განსჯა სხვადასხვა მხრიდან შეფასება ოღონდ ამ შემთხვევაში არის რაღაც საკითხები რაც ძალიან ნათელია და იქ ღალატზე არანაირად მაშინ რა უნდა მიეღო ერეკლეს ხო ღალატი ფასი აქვს ნებისმიერ ღალატს შენიღები იქ ან ფულად ჯილდოს ან ტერიტორიას ან თანამდებობას რა უნდა ხო არაფერი აბსოლუტურად ესეც კი არ ჩანს რომ მსჯელობას რო დავიწყოთ მაგის საფუძველიც კი არ არის შეცდომა აი შემდეგ გავიგეთ რომ შეცდომა იყო არ იყო ერეკლეს შეცდომა გავიგეთ რომ თურმე იყო შეცდომა ოღონდ მომავლიდან გარდაუვალი იყო თუ არა რუსეთის ისა პროვინცია კავკასიაში ჩვენ რო არ გავყოლოდით თქვა მათ შეთანხმება როგორ იმდენად იყვნენ მოწადინებულები რომ მაინც მიაღწევდნენ ალბათ ჩვენ ხო ვიცით შემდეგ გიორგი მე-12 და ის რაც ჩვენ გვრჩება ერეკლეს შემდეგ გვაძლევს საფუძველს რომ მაინც მივიდოდნენ რაღაცა კუთხით და დაპყრობამდეც იმიტომ რომ მისი მემკვიდრეები ნამდვილად ვერ გამოიჩინეს თავი, ვერ გამოირჩნენ და ამიტომ ასე რომ დროის ამბავია და ერეკლეზე მაგ კუთხითაც ალბათ გადაბრალება მარტო ერეკლე არ წყვეტდა. მე ვფიქრობ რომ სულაც არ იყოს სუსტი პოლიტიკოსი მაგასაც ხედავდა რომ შეიძლება დაჯობდა რომ ეხლავე თავიდანვე დაეწყო ეს ურთიერთობა და რაღაც აგებელი მიიღო. ვიდრე საბოლოო ჯამში მაინც დაეწყო ამ ძალას და გაცილებით სულ და დამთავრდა ისე როგორც უნდა დამთავრდა და საბოლოო ჯამში
მაინც იგივე შედეგი მიიღო, მაგრამ შეიძლება ესე შეაფასო, რომ გამოსავალი იყო, რომ აი უკიდურეს იმამდე არ მისულიყო. თუმცა ხო, ესე იგი მარტო ჩვენი რესურსით არ შეიძლებოდა ესეთი ის კიდე მიმართულება, მაშინ უნდა ოსმალეთი ან ირანი ყოფილიყო ჩვენი მოკავშირე და არა მტერი. როცა ისინიც მტრები ყავს და პლუს რუსეთი ჩვენი ძალებით მოკლედ არ გამოვიდოდა. ან ჩრდილო კავკასია ყოფილიყო მოკავშირე, იმიტომ რომ რუსეთი იცით შამილის ომები მანამდე 30-40 წელი ძალიან დიდი ძალისხმევის და ოღონდ ქართველებიც ეხმარებოდნენ. და თუ წარმოვიდგენთ ესე ჰიპოთეტურად რომ ერთიანობა ყოფილიყო კავკასიური, რუსეთი ვერ შემოვიდოდა. იმდენად დიდი მსხვერპლი დაუჯდებოდა რომ ვერ და არ უღირდა რომ ესე იგი ბოლოს 250,000 ადამიანი ეყრა ჩრდილო კავკასიაში. 250,000 ძალიან ბევრი. და ძლივს ხო ჩაახშობდა და მაგას თუ საქართველოს ომხები და იქით სომხური და აზერბაიჯანული ადგილებიც იქნებოდა. მაგრამ აი რაც გვაქვს ის პლუს იქ ოსმალეთი, ირანი, ამ ხალხებთან ომი, იმიტომ რომ ლეკიანობა საუკუნოვანი მტრობა ჰქონდა ჩეჩნეთთან, დაღესტანთან და მაგის გაერთიანება ჯობდა, იმათვისაც ჯობდა, ჩვენთვისაც ჯობდა, მაგრამ დღესაც კი ვერ იაზრებს ბევრი რომ ჯობს და დღესაც რომ ჯობს. ახლაც კი პრობლემაა და არა თუ მე-18 საუკუნეში ასე რომ საქართველოს გაერთიანებაც კი ვერ ხერხდებოდა და არა თუ ჩრდილო კავკასია და არა, ჯერ საქართველოს დაიწყო და მერე მოხდა ჩრდილო კავკასიის დაპყრობა. ოკეი. ხო, მეც გითხარით. ხო, თერგთან იყო კავკასიის ხაზი გაკეთებული, ყაბარდო, ჩერქეზეთი ჰქონდა დაპყრობილი, აი ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი არ ჰქონდა დაპყრობილი. და დარიალის ხეობიდან ხდებოდა და ზღვის ნაპირიდან. და თან სანამ შამილი აჯანყდებოდა, მანამდე იყო კიდე ცოტა ადრე, მანამდე იყო ესეთი ნელთბილი დამოკიდებულება, მცირე თავდასხმები, მაგრამ შამილმა ისეთი აჯანყება დაიწყო, რომ ასე ვთქვათ ააფეთქა. რაღაცა დაგროვდა და შემდეგ მაშინდელი კავკასიელი ხალხი, აი ჩვენზე ბევრად მეტი იყვნენ, თუ უფრო ნაკლები იყვნენ. აი დაგესტანი თუნდაც. არ იყო, რაოდენობით არ იყო ბევრი. იქ ხო ძალიან ესეთი საცხოვრებელი გარემო იყო, პატარ-პატარა აულები და ზუსტად რაოდენობა არ ვიცი, არ მახსოვს, არც მახსოვს მომხვედრია თუ არა თვალში. ოღონდ ბევრი არ იყვნენ. უბრალოდ ის მომენტია, რომ თითქმის ყველა იბრძოდა. კაცი, ხო, მთიელები ხო ზოგადად მეომრები არიან. მიწათმოქმედი საზოგადოება უფრო შრომა და მუდმივი ჯარი, არისტოკრატია იბრძოდა ძირითადად და მთაში უფრო მეტად იბრძვიან. კარგი, თუ აღარ ერთი შეკითხვა მაქვს პრობლემებთან დაკავშირებით რა. ამე გამიგია ესეთი ის, რომ ანუ გარიგებული იყო ახალციხის მაშასთან, აი უკანდახევაზე აწმურის ხო, არ შემხედრია, ხო, ჭორად არის. თუმცა მაგალითად დადიანთან და გურიელთან ჰქონდა კავშირი სოლომონის წინააღმდეგ. და რადგან ეგ გააკეთა, დაშვების დონეზე თავისთავად შეგვიძლია, რომ ახალციხის პაშასთანაც ჰქონდა. ქუთაისის ციხინახო გაატარა ოსმალები ასევე. ეგ დადასტურებულია, რომ რუსული საგუშაგოები გაიარეს და იმათ კანგაშიც წარაუტეხავთ. ასე რომ, აი მან ან ეგ ხო არ ხსმენიათ, რომ მაგ შეთანხმება და გარიგება ქუთაისის ციხიდან გატარების. არა, ეგ აწყურის. ხო, აწყურის ციხესთანაც აწყობდათ ახალციხეში, იმიტომ რომ ახალციხეს საფრთხე ჰქონდა რეალური და ეგეც შეიძლება. რომ დაგვიპყრეს, მე მგონი არა, ეგ კი არ ვიცი მართალი გითხრათ, არ ყოფილა შემდეგ რაღაცა გაუქმებაზე და კიდე წამში. იქ წერია, რომ ორივე მხრიდან თანხმობის შემთხვევაში შეიძლება შესწორების შეტანა და გაუქმებაც ალბათ შესაბამისად ორივე მხარემ და უარი თქვას და. თუმცა სამეფო ხო გაუქმდა ჩვენი და სამართალმემკვიდრე კი საქართველოა, მაგრამ ის ქართლ-კახეთია თან. ასე რომ ქართლ-კახეთის სამეფო აღარ არის, საქართველო უკვე დამოუკიდებელი და. თუმცა იმათ ივერიის მეფის ტიტული ჰქონდათ, ჯერ კიდე კახეთის სამეფოსთან ურთიერთობიდან და მე საქართველოს მეფის ტიტული მიიმატეს.
ან დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე. ხო, მემკვიდრე კი. თლიანი იმისად მიიჩნევს დავისწავს და ტრაქტატი არ უნდა ხო ის საბჭოთა კავშირით საკმარისია მისთვის უფრო ახლო წარსულში. ხო, მაგრამ უკრაინაზე ისეთი მოყვა, ამიტომ ვიჭრებით თუ ნახევარი ტყუილი თქვა. და ნახევარიც არ უნდა რა არის ეს დემაგოგია და ის რომ 80% 90 რომ თქვა სიმართლე ერთს ჩაურთავ იქ არასწორ ინფორმაციას და სულ სხვანაირად ჩნდება მე ასე რომ კარგი დიდი მადლობა მადლობა თქვენ